საღამომშვიდობისა ძვირფასო კოლეგებო, განათლების სფეროს ლიდერებო, საყვარელო მეგობრებო და ჩვენი შთამოგონებელი საზოგადოების წარმომადგენლებო. მოხარული ვარ, რომ დღეს Teacher Community Georgia's პლატფორმაზე მასპინძლობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ვებინარს ესთეტიკის საათი. სიტყვებით თითქმის შეუძლებელია გადმოსცე ის ემოცია და მადლიერება, რასაც ამ წუთას გრძნობ. დღეს Teacher Community Georgia's პლატფორმაზე ვესწრებით მართლაც გამორჩეულ და გამორჩეულად ლოდინით სავსე ვებინარს, რომლის ანონსმაც სოციალურ ქსელში რეკორდული გამოხმაურება და გაზიარება მიიღო. ეს მოწმობს ერთს, ჩვენ ქმნით სივრცეს, რომელსაც ჯერა განათლების გარდაქმნის ძალის და ჩვენ ერთად ვწერთ ახალ ისტორიას ქართული განათლების განვითარებაში. და არა მარტო ამიტომ, არამედ ჩვენი განსაკუთრებული და საზოგადოებისთვის პატივსაცემი სტუმარი აქ არის დღეს ჩვენთან ერთად. დიახ, ნამდვილად ესეც იყო ფაქტორი იმისა, რომ ასეთი რეკორდული გაზიარება და გამოხმაურება მოყვა ამ პოსტს. დღეს ვგრძნობთ, რომ ეს მხოლოდ ვებინარი კი არა, ეპოქალური შეხვედრაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მიდგომას ესთეტიკური ჯგუფის საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. და რა ბედნიერებაა, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩვენს გვერდით არის ბატონი დავით ზათიაშვილი, მუსიკის საგნობრივი ექსპერტი, პროფესიონალი, რომელიც სიამოვნებით გაგვიზიარებს რევიზირებული მუსიკის სტანდარტს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით ამ საოცარი შესაძლებლობისთვის. მაშა ასე, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მივესალმოთ ბატონ ჩვენს საოცარ სტუმარს, ბატონ დავითს, იმ ემოჯებით, რომელსაც მისთვის გავიმეტებდით ლაივში, გულებით, ტაშით, ყვავილებით და ასე შემდეგ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო Teachers Community Georgia's გუნდს, რომლებიც თავიანთი ენთუზიაზმით და თავდაუზოგავი შრომით ქმნიან ასეთ პროექტებს. მადლობა ქალბატონ ნინო ცარციძეს, ქალბატონ მარიამ მამაგულაშვილს, ბატონ კახაბერ ჩაკვეტაძეს, რომლებიც ამ ვებინარის ორგანიზებაში უდიდეს როლს ასრულებენ. თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი ჩვენი საზოგადოების განვითარებასა და განათლების სფეროს გაძლიერებას ემსახურება. მადლობა ჩვენს მსმენელებს, რომ დღეს აქ ხართ, ჩვენთან ერთად, რომ დრო დაგვითმეთ, გამონახეთ და შემოგვიერთეთ ამ უმნიშვნელოვანეს ვებინარში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ახალ იდეებს, შთაგონებას და სასარგებლო ცოდნას მოუტანს დამსწრე საზოგადოებას. ახლა კი დიდი სიამოვნებით გადავსვენ სიტყვას ქალბატონ ნინო ცარციძეს, რომელიც ამ პროექტის ავტორი და Teachers Community Georgia's ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახლავთ. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, დიდი პატივისცემით მსმენელებს, სტუმრებს, ჩემი გუნდის წევრებს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ჩვენი მეხუთე ლაივი იმართება ესთეტიკის საათის და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რა გამოწვევების წინაშეც დგანან მასწავლებლები, სწორედ იმ გამოწვევებს უპასუხოს ჩვენმა ესთეტიკის საათის თემამ და საკითხმა. ესთეტიკის საათის მიზანი მინდა შეგახსენოთ ესთეტიკური ჯგუფის საგნების, ხელოვნებისა და მუსიკის სწავლების ხელშეწყობა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 20 წელია, რაც ეს საგნები სკოლაში ისწავლება, მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლის გამკვლევებაც უწევს სწავლების პროცესში მასწავლებლებს და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენს სტუმარმა ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ისაუბროს. რევიზირებული მუსიკის სტანდარტი გახლავთ თემა და ჩვენთან ერთად იქნება ბატონი დავით ზათიაშვილი, ადამიანი, რომლის გამოცდილება, ხედვა და ენერგია უდიდეს მნიშვნელობას შესცემს ამ ვებინარს. ბატონი დავით ზათიაშვილი გახლავთ
საგნობრივი ექსპერტი მუსიკის მიმართულებით, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესებასა და მუსიკის სწავლების განვითარების პროცესში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მუსიკის სწავლების ინოვაციური მიდგომებს, ეფექტიან მეთოდოლოგიასა და ხარისხიანი სასწავლო რესურსების შექმნას, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ბატონი დავით ზათიაშვილი ქმნის პრაქტიკულ მეთოდურ გზავნილ-კვლევებს და ავითარებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონცეფციას. ის ხელმძღვანელობს ტრენინგებს, რომლებიც მიმართულია პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და საგნობრივი კომპეტენციების განმტკიცებისკენ. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ინტეგრირებული კურსი მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფარგლებში შემუშავებული პროექტული სწავლების გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ მიდგომებს და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიას. ბატონი დავითი აქტიურად ატარებს ტრენინგებს აღნიშნული გზამკვლევის საფუძველზე და არა მარტო, რითაც ხელს უწყობს სკოლებში ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას და მუსიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. მცირე ფოტოგალერეა ბატონი დავითის შესახებ. სანამ ჩვენ სტუმართან გადავალ სიტყვით, მინდა ჩემი გუნდის შესახებ მოგახსენოთ რამოდენიმე სიტყვით. ქალბატონი ინგა ხარჩილავა გახლავთ მას საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოების დამფუძნებელი. იგი არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კვალითისა და შორაპნის საჯარო სკოლის მეწარმოებისა და გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი, აგრეთვე კოლეჯ კონსტრუქტორის ლექტორი გახლავთ. ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროექტის ავტორი, გამარჯვებული გლობალ ჯილდოს მფლობელი და აქტიურად არის ჩართული მოკლედ საერთაშორისო პროექტებში, რომელთაც ძალიან დიდ დახმარებას უწევს ქართული საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს. დიდი მადლობას ვუხდი მას ამისთვის. ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე გახლავთ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი. არის იგი გახლავთ ასევე ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ზოგადსაკონტროლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი. ბატონი კახაბერი გახლავთ 23 წლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული და 24 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელი, რომელიც მან მიმდინარე წელს მიიღო ინდოეთის ქალაქ დელიში და კიდევ ერთხელ ულოცავ მას ამ ჯილდოს და წარმატებას და ჩვენი გუნდის წევრი ქალბატონი მარიამ მამაგულაშვილი, რომელიც არის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი და ძალიან აქტიური წევრი ჩვენი გუნდის, რომელიც ბევრი პროექტის ჩვენი უშუალოდ ესთეტიკის საათის თანაავტორი გახლავთ და არაერთი პროექტის მონაწილე, საერთაშორისო პროექტის და სამიტის მონაწილე. ეხლა მინდა რომ სიტყვა გადავცე ჩემი გუნდის წევრებს, ბატონ კახაბერ, თუ შეიძლება რომ მივესალმოთ ჩვენ სტუმარს. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულად მივესალმები ბატონ დავითს, მივესალმები ჩვენს მსმენელებს, როგორც ყოველთვის ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მსმენელები როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებიან. დღეს და ძალიან საინტერესო, ჩვენ ერთის მხრივ ძალიან საინტერესო ვებინარს ვთავაზობთ და მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დასვამენ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან შეკითხვებს, რომელზედაც მიიღებენ ისეთი პროფესიონალი ადამიანისგან რჩევებს, როგორიც არის ბატონი დავითი. Teacher Community Georgia არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მუდამ ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღე. მე ორიოდეს სიტყვით მხოლოდ ვიტყვი, რომ მუსიკის სწავლებას ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო სწავლების პროცესში, არამედ მოზარდის განვითარებაში. მუსიკის სწავლება ხელს უწყობს კოგნიტური და ინტელექტუალურ განვითარებას, სოციალურ და ემოციური ინტელექტის განვითარებას, რომ არაფერი აღარ თქვა კულტურული ტექნიკისა და ესთეტიკის აღქმაზე. ძალიან მნიშვნელოვანი საგანია, ძალიან მნიშვნელოვანი ვებინარი არის და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ დავითს, რომ გამონახა დრო და დღეს ჩვენთან ერთად არის. დარწმუნებული ვარ, რომ წილ ძალიან საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული ვებინარი გველოდება. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მოგესალმებით. ძვირფასო მაყურებელო, ძვირფასო სტუმარო, ბატონო დავით, სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა დღეს ჩვენთან, რადგან ვიცით, რომ
ძალიან საინტერესო პედაგოგებისათვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გააზიარებთ და დაეხმარებით მათ სწავლების პროცესში უკეთესად განავითარონ მუსიკის სწავლება. მადლობა ყველას, ჩემს გუნდს და მსმენელებს, რომლებიც მუდამ ხარში გვიდგანან. მადლობა მარია. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი პატივისცემით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა ჩატარდა, რევიზირებულ სტანდარტთან დაკავშირებით და მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი უკავშირი გამოხდა დღევანდელი თემა და დღევანდელი შეხვედრა ისევ და ისევ მასწავლებლების მოთხოვნით მოხდა წინა შეხვედრაზე აქტიურობდნენ ჩვენი მსმენელები, მუსიკის მასწავლებლები და ითხოვდნენ დახმარებას და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან საინტერესო შედეგზე ორიენტირებული ლაივი გვერდება, წარმატებებს გისურვებთ, უღრმეს მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, დიდი პატივისცემით. დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავხადოთ თქვენ ჯგუფს, ქალბატონ ნინო, თქვენ დიდი მადლობა, ქალბატონ მარიამ და ქალბატონ ინკა. ბატონ კახაბერ კიდევ ერთხელ რომ მომეცა საშუალება შეხვედროდი ფართო აუდიტორიას, იმიტომ რომ ნებისმიერი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და არა მხოლოდ აუდიტორიისთვის, არამედ პირდაპირ ჩვენთვის ყველა ექსპერტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ გვაქვს უშუალო ურთიერთობა ხალხთან, რომლისთვისაც განათლება არ არის ესეთი უშინაარსო სიტყვა. მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განათლებას თვითონ ამ სიტყვას უკვე დაეკარგა რაღაც გარკვეული ფასი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემები არის ჩვენს წინაშე და ხშირად ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად ავირიდოთ ეს ყველაფერი, ეს პრობლემები და აი ეხლა როდესაც ასეთი მუშაობა მიმდინარეობს სტანდარტებზე, ასე ვთქვათ, ასეთი ყურადღებით, აი რევიზია არის, მესამე თაობის სტანდარტი შეიქმნა, მე მესამე თაობის სტანდარტის მერე მოხდა რევიზია კიდე. ესეთი ყურადღებით, რომ ყურადღებას ვაქცევთ იმას, როგორ აღიქმება პედაგოგების მიერ ის დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ ვქონით, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია წინ და რა თქმა უნდა ასეთი შეხვედრები ესეც ძალიან დიდი შესაძლებლობა რომ განვავითაროთ ჩვენი თავი ექსპერტებმა და დავხვეწოთ ის რაზედაც ჩვენ მუშაობთ. ჩვენ გვექნება საუბარი სტანდარტზე და სტანდარტზე გაუთავებლად არის საუბარი, ბევრს აშინებს ის, რომ ძალიან ხშირად სტანდარტი თქოს იცვლება, ან რაღაც ახალი თაობის სტანდარტი რო შემოდის და ბევრ მასწავლებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ სწარა, მაგრამ რაღაცა ახალი შემოდის, მაშინ როდესაც ძველი კიდევ არ არის კარგად დანერგილი და ასე შემდეგ. და აი პირველივე სიტყვა, რაც მე მინდა ვთქვა და დავიწყებ უშუალოდ სტანდარტზე საუბარს, ეს არის ის, რომ რაც საერთოდ დაიწყო რეფორმა სკოლაში, განათლების რეფორმა, სადაც 2001 წლიდან დაწყებული ხო პირველი ისე რა ქვია თაობის იყო მგონი 2010-ში შემოვიდა პირველი სტანდარტი თუ არ ვსწრები ეს სტანდარტები ყველა ერთი და იგივეს ერთი და იგივე მიზანი აქვს, ერთი და იგივე შინაარსის არის. უბრალოდ სტანდარტი იცვლება იმდენად, რამდენადაც ფორმა იცვლება მისი. იმიტომ რომ ჩვენ ვატყობთ, რომ რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ცოტა უფრო დაზუსტებას ითხოვს, ან უფრო მარტივი მიწოდების ფორმა არის საჭირო და ასე შემდეგ. ანუ იღვეწება შინაარსის გადმოცემის ფორმები და არა თავად შინაარსი, რომელიც შინაარსი იხვეწება უფრო, ვიდრე იცვლება, ხო? და მინდა ვთქვა, რომ უმთავრესი მიზანი აი ამ რეფორმის არის ის, რომ შევცვალოთ ის რაღაც ცნობიერებაში ჩამჯდარი აი საბჭოური სწავლების პერიოდში შეიცვალოს ახალი მიდგომებით, სწავლის მიდგომებით და უპირველეს ყოვლისა ის არის, რომ ჩვენი სწავლება გადავიდა არა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი დაიმახსოვროს მოსწავლემ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოს მოსწავლეს, არამედ იმაზე, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს რაღაც უნარები.
ის აუცილებელი უნარები, რომელიც მას დაეხმარება მიღებული ინფორმაციის შემუშავებაში, გათავისებაში, ინტერპრეტირებაში და ასე შემდეგ, ხო? აი ეს იყო უმთავრესი მომენტი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ პირველივე რედაქციაში სტანდარტისა. მეორე, ყველაზე მთავარი, ახლა რაც გამოიკვეთა აი ამ სტანდარტის დახვეწის პროცესში, ხო? ეს მოხდა ის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანჭეთ რაღაცა ისეთ აქცენტებს, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ ეს აქცენტები უკვე აღქმული იყო მასწავლებლების მიერ და თურმე ეს აქცენტები რაღაცა ჩაიკარგა რაღაცა ამ წინა რედაქციებში, ხო? უპირველეს რა აქცენტებზეა ჩვენ საუბარი. უპირველეს ყოვლისა ის, დავიწყოთ ის, რომ ეს ჩვენი საგნები შედარებით ახალგაზრდა საგნებია, ხო? ეხლაც ახსენეს, სულ 20 წელია და 20 წელი არაფერი არ არის საგნისთვის, მაშინ როდესაც ჩვენ სწავლობდით ხატვას და ხატვის გაკვეთილი ქონდა, ან სიმღერის გაკვეთილი. და ძალიან დიდხანს იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ ეს ისევ ხატვის გაკვეთილი და ისევ სიმღერის გაკვეთილია, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვალა, ვიზუალური ხელოვნება, რასაც ახლა ჩვენ ვეძახით, ხო? სახვით ხელოვნებას ახლა გადაიქცა ვიზუალურ ხელოვნებად, აი ამ რევიზიის შედეგად, ასე დაარქვეს ამ საგანს და მუსიკა ეს არ არის მხოლოდ სიმღერა და არ არის მხოლოდ ხატვა. აი ეს უპირველესი რა ჩვენ მინდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ არა ვართ არც ხატვის და არც სიმღერის წინააღმდეგი, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ მუსიკა ვასწავლოთ მოსწავლეს და არა ერთადერთი. და ისე ჩვენი მიზანია არა სიმღერის სწავლება, ჩვენი საგნის, არამედ ინტერპრეტირების, მუსიკის გააზრების, მუსიკის შინაარსის ამოკითხვის და მუსიკის აი ამ შინაარსის, ამ მუსიკის საშუალებით სამყაროს შეცნების უნარები განუვითაროთ ბავშვი. ეს არის უმთავრესი, რაზეც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ დიდი აქცენტი. ანუ სურვილი, რომ მუსიკის საგანი გასცდეს რაღაც სპეციფიურ უნარებს, რასაც ქვია სმენა, რიტმის გზნობა და ასე შემდეგ, რაც ყველა ბავშვისთვის არის თანაბრად მინიჭებული არ აქვს, ხო, ბავშვს, მაგრამ ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს და ყველა ბავშვს შეუძლია განავითაროს ის თავისი უნიკალური ნიჭი მუსიკის სწავლების დროს. ეს იქნება ან სახვითი ესეთი წარმოდგენა, რაც ბავშვებს აქვს ხოლმე დიდარი ფანტაზია, ან ანალიზის უნარი, საოცარი ლოგიკური აზროვნება, ან რაღაცა დრამატული და რაღაცა ნიჭი, რომელიც გააჩნია ბავშვს, იმის გამოტანა და გამოაშკარავება და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ სმენა, მხოლოდ რიტმი არა, არამედ ის ნიჭები, რაც ბავშვებს ყველა სხვადასხვა ნიჭი გააჩნია, აი ეს ყველა ნიჭი შესაძლებელი გახდეს მუსიკის საგნის მეშვეობით ეს ნიჭი გამოაშკარავოთ და ავამოქმედოთ იმისათვის, რომ მივახციოთ იმ მიზანს, რაც მუსიკის საგანს გააჩნია. ეს არის უმთავრესი ჩვენი აი აქედან დავიწყოთ ჩვენ საერთოდ მუშაობა, იმიტომ რომ რით უნდა განსხვავდებოდეს მუსიკის სწავლება ზოგადად საგანმანათლებლო სკოლაში და სპეციალიზებულ სკოლაში. აი რა განსხვავება უნდა გქონდეს? პირველი არის ის, რომ აქცენტი კეთდება არა სპეციფიურ უნარებზე და ნიჭებზე, რაც სპეციალური სკოლები უვითარებს ბავშვებს, არამედ ზოგადი უნარები და ზოგადი სხვადასხვა ნიჭი, რომელიც შეიძლება ერთი შეხებით საერთოდ კავშირში არ იყოს მუსიკასთან, მაგრამ მუსიკასთან ყველაფერი არის კავშირში. აი ეს კავშირების დანახვა და ამ ნიჭების ესე ქვია აქტივიზაცია, აქტივირება, ხო? იქნება ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი საგნის. არა მარტო მუსიკის, ასე ესთეტიკურ საგნებს გულისხმობს საგნებს, ხო? ნუ რახანს ჩვენ დღეს მუსიკაზე საუბარი, უპირველეს ყოვლისა კიდე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან ხშირად, როდესაც მასწავლებელი დიდ აქცენტს აკეთებს ისევ სმენაზე, სიმღერაზე, რიტმის გზნობაზე და ასე ვთქვათ, ამოცნობაზე, რა ვიცი, მელოდიის და ასე შემდეგ, უნდა ახსოვდეს, რომ ყველა სკოლის ყველა საგანი აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს ზოგადი განათლების, ეროვნული განათლების ზოგად მიზნებს.
უკავშირდებოდეს. ანუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვწყდეთ და არ უნდა ჩავიკეტოთ რაღაც ვიწრო პროფესიონალურ რაღაც ფარგლებში და ასე მოვწყდეთ, იმიტომ არის რომ დღეს მაგალითად ძალიან ბევრი საზოგადოებაში დამოკიდებულებაა მუსიკისადმი და ხელოვნებასადმი, როგორც ასეთი მეორე ხარისხოვანი საქმე, იმიტომ რომ ხშირად რასაც ვასწავლეთ ჩვენ გაკვეთილზე, სულ არ უკავშირდება აი ამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი ესა ჩვენი ათვლის წერტილი. ეს არის თავარი შუქურა, საიდანაც უნდა მიდიოდეს ნებისმიერ საგანი ზოგად საგანათლო სკოლაში. და არც ერთ მიზანში, ზოგადი განათლების მიზანში არ წერია, რომ მოსწავლეს უნდა გამოვითარო სმენა, ან უნდა გამოვითარო რიტმის გზნობა, ან უნდა გამოვითარო რაღაც მუსიკალური რაღაც უნარები, ხო? მუსიკა უპირველეს ყოვლისა ადამიანი უნდა იყოს ჰარმონიული პიროვნება. უპირველეს ყოვლისა. ჰარმონიული პიროვნება, სადაც რომელშიაც არის უკვე ჩამოყალიბებული რაღაც ფასეულობათა სისტემა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაკარგოს საკუთარი თავის ცხოვრებაში. და ეს საგნები, ესეთი საგნები ყველაზე კარგად შეძლებს აი ამ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას ადამიანში უპირველეს ყოვლისა. და აი ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანი და ყველაზე მთავარი აქცენტი, რომელიც უნდა კეთდებოდეს ესეთ მუსიკის სწავლებაში ან ესეთიკურ საგნების სწავლებაში. ამიტომაც არის რომ ჩვენ ბოლო, ასე იგი ვერსია, ასე რევიზირებული ვერსია სტანდარტის ჩვენ შევეცადეთ რომ აი ეს კონკრეტული აქცენტები, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, უფრო გამოგვეკეთა, რომ კარგად ჩანდეს და კარგად დაინახოს მასწავლებელმა აი ამ ჩვენს რევიზირებულ ფორმატში. ანუ შეიცვალა დიზაინი. ახლა მე თქვენ გაგიზიარებთ ამ დოკუმენტს და ვიდრე გაგიზიარებთ, კიდე პატარა ისეთ გამიგზელდა შესავალი, მაგრამ კიდე რაღაც პატარა შესავალს გავუკეთებ, კიდე უშუალოდ აი ამ სტანდარტის პრეზენტაციას. სტანდარტში არის გამოკვეთილი სამი ასპექტი მნიშვნელოვანი. ეს არის კავშირი ეროვნულ სასწავლო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსთან, რომელიც თავის მხრივ ეს მიზნები არის ეფუძნება, ემყარება კომპეტენციებისა და ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესს აძლიერებს, ხო? ამ სწავლებას, ხო? რომ მოსწავლეს ჰქონდეს ჩამოუყალიბდეს რაღაც ფასეულობები და ჰქონდეს კომპეტენციები. ჩვენი და აი როგორ ჩანს ეს ჩვენს სტანდარტში, რა არის კომპეტენცია, რა ფასეულობებზეა ჩვენთან საუბარი და როგორ უკავშირდება ჩვენი საგანი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს და გაჩვენებთ როგორ არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი რევიზირებულ სტანდარტში. ეხლა მე გავაზიარებ ჩვენს სტანდარტს გაზიარდა. ხო, ეხლავე. გაზიარებულია. დიახ, გაზიარებულია ბატონო დავით. ძალიან კარგი. აი პირდაპირ ესე იგი სწავლების მიზნები გვიდებს აქ ჩვენს წინაშე არის. ესე იგი, როგორც ვთქვი, ჩვენი აი ეს სტანდარტი შედგება სამი სტრუქტურული ერთეულისგან. პირველად სწავლების მიზნები, აი თქვენს წინაშე ახლა სწორედ სწავლების მიზნებია, შედეგები და თემები. მიზნებში, აი ახლა რომელსაც ახლა ჩვენ წავიკითხავთ, გავეცნობით, სწორედ არის აი აქ ჩანს ზუსტად ის კავშირი საგნის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. და როგორც მე ვთქვი, რაც ეხება კომპეტენციას და ფასეულობების ჩამოყალიბებას. რა ფასეულობებზეა ჩვენთან საუბარი, ესე იგი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავისი თვითშეცნობის პროცესი დაიწყოს უკვე
რაც როგორც კი დაიბადება, თქვა, ხო, შეიძლება ქვეცნობიერად, შეიძლება გაუცნობიერებლად ესე შეიძლება იყოს, მაგრამ უკვე ამ ასაკში ნებისმიერ ასაკში სკოლის ასაკში შეიძლება თვითშეცნობა მოხდეს. შემეცნება, თვითშეცნობა, თვით გამოხატვა, ანუ თვითშეცნება ხდება იმით, რომ მოსწავლე სტილობს რაღაცის შესრულებას, რაღაცის გაკეთებას, რაღაცის გადაწყვეტას, რაღაცა დილემის, რომელიც კლასში უნდა გადაწყვიტოს, ხო? და ამით თავის უნარებს, თავის შესაძლებლობებს ეცნობა, ხო? აი ეს თვითგამოხატვა, კომუნიკაციის საშუალება, ეს ყველაფერი არის თვითშეცნების, თვითგანვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი. გარემოს არსებული სამყაროს დანახვა მრავალფეროვანი გზნობების და იდეების წყაროდ. ანუ ჩვენთვის და ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, საერთოდ ეს დაწყებით განსაკუთრებით კლასებში ეს ძალიან კარგად იგრძნობა და სამწუხაროდ მერე იკარგება ხოლმე, იმიტომ რომ არ უვითარებთ ამას. ანუ გარე სამყაროსგან რაღაც ისეთი ინფორმაციების მიღება, რომელიც მას ჩამოყალიბებს წარმოდგენებს, საერთოდ რა ხდება მის ირგვლივ, როგორ რა არის თითონის სამყარო, რა ადგილი აქვს მას სამყაროში ბავშვის და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომ მუსიკა ეხმარება მოსწავლეს, ან უნდა დაეხმაროს ყოველ შემთხვევაში, დაინახოს გარე სამყაროში შთაგონების წყაროდ, გადააქციოს გარე სამყაროში შთაგონების წყაროდ. ანუ წყაროდ საიდან შეიძლება იდეები აიღოს, რომ თავისი რაღაც გასაკეთებელი, თავისი რაღაც მიზნების მისაღწევა და ასე შემდეგ, რომ გარე სამყარო არ არის მტრული. ანუ სამყარო, რომელიცგან შეიძლება სწავლება და შეიძლება სამყარომა დაეხმაროს თვით განხორციელებაში და თვით შეცნებაში. მუსიკის ესთეტიკური აღქმისა და შემოქმედების უნარების განვითარება. ეს თავისთავად ეს ყველასთვის გასაგებია, ესთეტიკური აღქმაზე ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ კიდე, ეს არის რაღაც ესეთი ზოგადი ფრაზა, რომელსაც ხის ამაზე საუბარი, თუ უკვე იქნება დრო ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ძალიან ხშირად, როდესაც მე ვსაუბრობ ხოლმე მასწავლებლებთან, ეს მაშინ როცა გასაუბრება ხოლმე სკოლებში და ასე შემდეგ, ისინი პასუხობენ, ხო, მუსიკა არის საჭირო იმისათვის, რომ განუვითარო შემოქმედებითი უნარები. რა არის ეს შემოქმედებითი უნარი? როცა ვსვამ კითხვას, რაღაცნაირ პასუხს ვერ ვიღებ ხოლმე ხშირად. რა არის ეს შემოქმედებითი უნარი? უპირველეს ყოვლისა, მუსიკის შემოქმედებითი უნარი ეს არის, რომ წარმოსახვითი უნარი განვითაროს. ანუ ეს ადამიანი, რომელიც შეუძლია მუსიკის მოსმენისას რაღაცა წარმოადგინოს, რაღაცა წარმოაჩინოს, რაღაცა აღწეროს, რაღაცა მუსიკით აღწეროს. ან შეიძლება მუსიკაში რაღაცა ისეთი შინაარსი ამოიკითხოს, თავისი პირადი შინაარსი, რომელიც მან არავისგან არ გაუგია, უბრალოდ აი მუსიკის ემოციურმა მუხტმა უკარნახა და ასე შემდეგ. ანუ დაინახოს მუსიკაში, ანუ განუვითაროს მუსიკამ მისი წარმოსახვითი უნარები, რაც აუცილებელია ყველა საგანში. ეს არ მხოლოდ ესთეტიკის საგნებში, არამედ ნებისმიერ საგანში წარმოსახვითი უნარი აუცილებელია. ელემენტარული მათემატიკის უნარებიც თუ ვერ წარმოისახავს და ვერ წარმოიდგენს იმას, რაზე არის მაგალითად თქვა იგივე ამოცანა, ხო? ეს ძალიან გაუჭირდება მას ამოცანის მაგალითად პირობის გაგება. და რაც მთავარი უპირველეს ყოვლისა ეს არის, ეს ყველაფერი მიდის იმამდე, რომ მოსწავლემ უნდა ისწავლოს სამყაროს ინტერპრეტირება. აი ინტერპრეტაცია, ანუ რა არის ეს ინტერპრეტირება? ეს არის ის, რასაც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობ და ვამბობთ ხოლმე. აი მე მინდა რომ ეს ჩემი რაღაცა ინფორმაცია გავითავისო. ძალიან ხშირად ამბობენ ასე. სანამ ვერ გავითავისებ, მე ვერ გავიგებ ამას. და ეს სწორია. ესე გათავისება ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი იწყებს ინტერპრეტირებას იმის ინფორმაციის ისე როგორც მისთვის არის გასაგები, მის ფსიქოტიპს ესადაგება, მისთვის არის ახლობელი და გასაგები. აი თუ ის შეძლებს მუსიკის ინტერპრეტირებას და ისწავლის საერთოდ ზოგადად ინტერპრეტაციას, ხო? მას შეუძლია ინტერპრეტირება მხატვრული ნაწარმოების, მას შეუძლია ინტერპრეტირება ნებისმიერი მოვლენის, რომელიც ხდება. და თან სწორი ინტერპრეტირება არა ვიღაცის ნალაპარაკების გამეორება, არამედ საკუთარი ხედვა ჩამოყალიბოს ინტერპრეტაციის შედეგად.
შემდეგი თანამედროვე გამოწვევების და საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მიმართ საკუთარი პოზიციის გამოხატვა. ეს სწორედ მე ჩემმა მსჯელობამ მიგვიყვანა აი ამ შემდეგ მიზნამდე, რომ როდესაც ადამიანს შეუძლია ინტერპრეტირება, ანუ გათავისება საკუთარი იმ ინფორმაციის, რომელსაც იგი გარედან იღებს, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე უყალიბდება საკუთარი ხედვა. საკუთარი ხედვა ნებისმიერი პრობლემებისა. ჩვენ ვიცით, რომ საოცარი გამოწვევები გვაქვს, უკვე აი ისეთი სამყარო, ის ყველაფერი იცვლება, ყოველდღე სწავლობს, პირობები, ურთიერთობები, ზოგ ძნელია გაიგო ვინ არის სწორი, ვინ არის მართალი. აი ადამიანმა უნდა იცოდეს იმის არჩევა, ვის მხარეს დგას. ან რა პოზიციაში დგას, რა არის მისთვის ძვირფასი და რა არის მისთვის პირველადი. აი ეს უნარები უკვე ვითარდება პირველივე კლასიდან. თუ ეს არ განვითარდა პირველივე კლასიდან, უკვე იქნება გვიანი. მინდა ამაზე გითხრათ არაერთხელ მithქვამს ძალიან ბევრ შეხვედრაზე, რომ აი ეს ინტერპრეტირების უნარი ღვთისგან აქვთ მიცემული ბავშვებს და პირველ კლასში ეს სახოვანი წარმოდგენა ესეთი უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე მაგალითად მეოთხე კლასს უკვე და მეხუთე, მეექვსე კლასს. მას შეუძლია მაგალითად მუსიკის მოსმენისას რაღაცა წარმოიდგინოს უფრო ადვილად, ვიდრე პირველ კლასს, ვიდრე მაგალითად მეხუთე, მეექვსე. რატომ? იმიტომ რომ ეს უნარი ნელ-ნელა იკარგება თუ არ განავითარებ ბავშვში. ბევრი რაღაცა, რაც ბავშვს აქვს, აი პატარა ბავშვს, 5-6 წლის ბავშვს, ის იკარგება თუ ჩვენ არ განავითარებთ და მათ შორის ეს წარმოსახვითი უნარები და ინტერპრეტაციის უნარები. სხვათა შორის აი მოსწავლე, როდესაც ბავშვი თავისებურად ლაპარაკობს ან თავისებურად გამოთქვას სიტყვებს, ჩვენ გვეცინება, მაგრამ ესეც ინტერპრეტაცია. ეს არის უნარი თავი გაითავისოს ის, რაც მას ესმის. შეიძლება რაღაცა რთული სიტყვა ვერ გაიმეოროს და სასაცილო თქვა საკუთარი ვერსია თქვა ამ სიტყვის, მაგრამ ეს უკვე ინტერპრეტაციის უნარია. ეს არის ის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საბოლოოდ შეისწავლოს და გაითავისოს თუნდაც ენა, თუნდაც ყველაფერი, რაც მას გარედან ესმის. და ბოლო არის ქართულ ფოლკლორი პროფესიული მუსიკის და მსოფლიო მუსიკალურ მემკვიდრეობასთან ზიარების გზით ეროვნული იდენტობის და ზოგადად საკაცობრიო ფასეულობის ჩამოყალიბება. ხო? ეს არის უმთავრესი რა. იმიტომ რომ ჩვენ ისევ და ისევ საუბრობთ ფასეულობათა სისტემაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეს არის თავისი ეროვნული იდენტობა. ეს არ არის რაღაც გარკვეული იდეა ან დოგმა. ძალიან მე ჩემი თავი მახსოვს ესე რომ სხვა გარემოში ვიყავ, მაგრამ ყოველთვის გძნობდი რამდენად ახლოს არის ჩემთვის ქართული მუსიკა და ქართული ხალხური სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მე არც არ გამჩენია ბავშვობაში სურვილი მიემღერა ქართული სიმღერა. მე უფრო მოგვიანებით ეს ყველაფერი გახდა ჩემი რაღაც ცხოვრების ნაწილი მნიშვნელოვანი, მაგრამ ყოველთვის ქონდა საოცარი განცდა ამისი. არც არავის ეს არც უთქვამს ჩემთვის რაღაც სპეციალურად მინდა თუ არ მოგწონდეს და რაღაც. ეს არის ის, რაც ბავშვი არის ჩადებული. თუ ეს განცდა არ არის, მას ის ვერ შეძლებს დაფასებას ხვის კულტურისას. ვერასდროს. ვერ და თუ თავის კულტურის დაფასება არ შეუძლია. თუ არ შეუძლია სხვისი კულტურის დაფასება, ესე იგი მას საერთოდ არაფერი არ აინტერესებს კულტურის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ ვერაფასებს ვერც ინტერესს ვერ გამოიჩენს. აი როგორც ხედავთ, ეს არის უმთავრესი მიზნები, რომელიც ჩვენ უნდა დავისახოთ მუსიკის სწავლების დროს. ეს მიზნები უკავშირდება უშუალოდ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ეს არის პირველი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც შემდეგი არის შედეგები. მე როგორც უკვე ვთქვი და ვახსენე, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება კომპეტენციების შეძენასა და ფასეულობის ჩამოყალიბების სწავლებას, ხო, სწავლების. როცა მოსწავლემ უნდა შეიძინოს კომპეტენციები და უნდა ჩამოყალიბდეს ეს ფასეულობათა სისტემა. აი კომპეტენციები ძალიან ხშირად გვეუბნება რა არის ეს კომპეტენცია? რას ვეძახით ჩვენ კომპეტენციას? აი მაგალითად ავიღოთ მაგალითი. აი ცოდნა და კომპეტენცია ერთი და იგივეა, ვთქვათ. ცოტა რთული ამაზე საუბარი ესე, მაგრამ მაგალითად აი მოსწავლე მიცის, რომ ვთქვათ შოპენი არის რომანტიკოსი კომპოზიტორი.
მაგრამ შეიძლება ჩვენ აი ამით რომ მან იცის რომ რომანტიკოსი კომპოზიტორია დავასკვნათ რომ ის არის კომპეტენტური ამ საკითხში. იმისათვის რომ გაიგოს მოსწავლემ რა არის რას ნიშნავს იყო რომანტიკოსი კომპოზიტორი, უბრალოდ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საერთოდ მუსიკის ეპოქა მუსიკაში. რა არის მიმართულებები და ასე შემდეგ. ეს სულაც ანიშნავს იმას, რომ მოსწავლემ შეუძლია მაგალითად რომელიმე უცნობი შოპენის ნაწარმოები გაიგოს და მიხვდეს, რომ ეს არის რომანტიკული მუსიკა, რომ ეს ეკუთვნის შოპენს, ან ეს რაღაცა რომანტიკული ესთეტიკის პროდუქტია, ვთქვათ, ხო? ეს ყველაფერი არ გვაძლევს ამის ეს შეიძლება არც იცოდეს მოსწავლე. ანუ გამოდის რომ მასწავლებლების წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი დილემა კი არა, ამოცანა გამიჯნოს აი უბრალო ინფორმაციის ფლობა და კომპეტენცია. როგორ გვესმის ჩვენ კომპეტენცია? კომპეტენცია გვესმის ასე. კომპეტენცია შედის სამი ასპექტიდან. ეს არის უბრალოდ რაღაცის ცოდნა, ამ ცოდნის გამოყენების უნარი და ამ ცოდნის გამოყენების მიზანი. რომ იცოდეს მოსწავლე, რისთვის იყენებს, როგორ იყენებს და რისთვის იყენებს. მაგალითად, როგორ გამოიყენებს მოსწავლე იმ ცოდნას, რომ შოპენი რომანტიკოსი კომპოზიტორია, ან როგორ გამოიყენებს და რა მიზნით გამოიყენებს, აი მაშინ შეიძლება კიდე დავასკვნათ, რომ ეს თვითონ ეს პოსტულატი მას ესმის და იგი მეტნაკლებად კომპეტენტურია. აი ამ კომპეტენციებს ყველაზე კარგად წარმოაჩენს შედეგები. ანუ ამ ჩვენი სტანდარტის მეორე სტრუქტურული ერთეული. ჩვენ გვაქვს ჩვენ წინაშე ახლა არის დაწყებითი საფეხურის შედეგები და ცოტა ქვემოთ არის საბაზოსი. ჩვენ ახლა განვიხილავთ, ახლა ძალიან დაწვრილებით არ გავაკეთებ, არ შეგაწყობთ თავს, იმიტომ რომ ძალიან დამღლელი იქნება. მაგრამ უბრალოდ რამდენიმე მაგალითს გაგიშვებთ. ესე იგი, შედეგები შედგება აი სამი ასპექტიდან თვითონ, ხო? როგორც თვითონ კომპეტენცია. ეს არის პირველი, ცოდნა, რა უნდა იცოდეს და ეს არის სამიზნე ცნება. რომელიც არის აი ამ სტაბულის მესამე სვეტში. როგორ უნდა გამოხატოს ეს ცოდნა, რაში უნდა და როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა. ეს არის შედეგის მიღწევის ინდიკატორებში და რა მიზნითაც უნდა გამოხატოს. ყველაფერი არის აღწერილი სამივე ესა იმაში რა ქვია შედეგში. აი მოდით მაგალითად ერთი შედეგი წავიკითხოთ და ამის მაგალითზე დავადგინოთ რას ნიშნავს საერთოდ კომპეტენცია. აი მღერის კომპოზიციის შექმნის, იმპროვიზაციის, ინსცენირების პროცესში, მუსიკის გამოსახელობითი ხერხების, ბუნებრივი და ხელოვნური ხმების, სხეულის მოძრაობის გამოყენებით, გარკვეული განწყობისა და ემოციური მდგომარეობების გადმოცემა, მხატვრული სახის შექმნისთვის, გამოხატვისა და თვითრეალიზებისთვის. ძალიან გრძელი წინადადებაა, მაგრამ მოდით გავყოთ ეს გრძელი წინადადება სამ ნაწილად. აი აქ ძალიან კარგად ჩანს რა უნდა იცოდეს მოსწავლე, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა და რა მიზნით იყენებს. ესე იგი რა? ესე იგი, სიმღერით, კომპოზიციის შექმნით, იმპროვიზაციის, ინსცენირების პროცესში, მუსიკის გამოსახველობითი ხერხების, ბუნებრივი და ხელოვნური ხმების, სხეულის მოძრაობის გამოყენებით. ანუ გამოდის რომ გამოსახველობითი ხერხებზე უნდა იყოს წარმოდგენა, იცოდეს რაღაც გამოსახველობითი ხერხები, ბუნებრივი და ხელოვნური ხმები რა არის და როგორ შეიძლება მაგის გამოყენება, თუ სხეულის მოძრაობა, ესეც აუცილებელია, გამოხატვის ესა, გააწყეული და გარკვეული განწყობის და ემოციური მდგომარეობის გადმოცემა. ანუ ჩვენ იმას ვიყენებთ, რომ გადმოვცეთ განწყობა და ემოციური მდგომარეობა. მაგრამ რისთვის? და მხატვრული საქმის შესაქმნელად, ხო? თვით გამოხატვის და თვითრეალიზებისთვის. აი მიზანი ეს არის. და აი ცოდნა არის ეს, რომ ისე რა ქვია, ბუნებრივი ხელოვნური ხმები, გამოსახველობითი ხერხები მუსიკის იცოდეს და აი ეს ყველაფერი სიმღერაში, კომპოზიციის შექმნაში, იმპროვიზაციის, ინსცენირების პროცესში ეს ყველაფერი გამოიყენოს, რომ შექმნას მხატვრის სახე, რათა გამოხატოს საკუთარი თავი და თვითრეალიზება.
მოახდინოს, ხო? აი ეს სამივე კომპონენტი გვიჩვენებს კომპეტენციას როგორც ასეთს. ეხლა რაც შეეხება მიღწევის ინდიკატორებს. აი მიღწევის ინდიკატორები ეს არის ის ინდიკატორები, რომელიც გვეძლევს საშუალებას მოსწავლეს სხვადასხვა ხერხებით მიაღწიოს ეს შედეგი. არ არის მაგალითად ვიღაცა სიმღერა არ შეუძლია, მაგრამ სამაგერად შეუძლია რაღაცა კომპოზიციის შექმნა, იდეა აქვს ასეთი, რომ გააკეთოს რაღაცა. აი მაგალითად, ნუ პირველი მღერის და კომპოზიციის აგების და მუსიკალური ელემენტის ფორმის და ჟანრის გარკვეულ მდგომარეობასთან მხატვრულ სახესთან ასოციაციურად დაკავშირება. აი ეს ასოციაციური დაკავშირება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციური აზროვნება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთოდ, იმიტომ რომ ეს მოხდება დასჭირდება ყველა საგანში და ეს ერთ-ერთი ესეთი ასოციაციური დაკავშირება ეს უნარი აუცილებლად უნდა განვითარდეს. და განსაკუთრებით ეს კარგად აქვს მოსწავლეს პირველ კლასში ეძლევა, მაგრამ ამას განვითარება სჭირდება, იმიტომ თუ ამაზე არ იქნება აქცენტი გაკეთებული, ეს ბავშვი ამ უნარს დაკარგავს. მაგალითად ახსნა შეუძლია, მაგალითად მუსიკალური ელემენტები რა გამოიყენა, როგორ იმღერა, რისთვის გააკეთა და როგორ გააკეთა ეს ყველაფერი. რატომ შეასრულა ასე და რატომ თქვათ იმოძრავა, ან ესეთი მოძრაობა გამოიყენა იმისათვის, რომ რაღაცა მხატვრული სახე შეექმნა, ხო? მღერის კომპოზიციის აგების, იმპროვიზაციის, ინსცენების პროცესში თვით გამოხატვის მიზნით შექმნილი საკუთარი და სხვის მიერ წარმოჩენილი მხატვრის სახეების შედარება. ანუ შედარება შეუძლია, განჭვრეტა შეუძლია, ახსნა შეუძლია, დაკავშირება შეუძლია. როგორც ხედავთ, აქ ჩვენ გვაქვს სულ აი ესეთი მოქმედებები, დაკავშირება, ახსნა, შედარება, განჭვრეტა. აი ეს არის ის აქტივობები, ის ქმედებები, ის საშუალებები და ფორმები, რომლითაც მან თავისი ცოდნა უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მიაღწიოს აი ეს სწავლის აი ეს შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. შედების მიღწევების ინდიკატორი აქ ასევე დაეხმარება მასწავლებელს შეფასების ინდიკატორების ჩამოყალიბებაში. ძალიან ხშირად გვეუბნებიან, როგორ შევაფასო ადამიანი. განსაკუთრებით, როდესაც დაწყებით კლასებში არ არის ასე რა ქვია, ქულები არ იწერება, ხო? ნიშნები არ იწერება. არის მხოლოდ გამავითარებელი შეფასება. ძალიან ხშირად იბნევა მასწავლებელი ამბობს, აი რა დავწერო, როგორ დავწერო, ხო? და საერთოდ როგორ უნდა გავაკეთო ეს რა არის ესეთ გამავითარებელი შეფასება, ყველა ხვდება რომ ეს არის ის ნარატივით ახსნილი სიტუაცია, რას ფლობს და როგორ აკეთებს მოსწავლე ამჟამად ამ კონკრეტულ მომენტში იმას, რასაც მას ავალებენ და რასაც ისწავლებს, როგორ აითვისა რაღაცა რასაც სწავლობდა კლასში. მაგრამ ძალიან ხშირად მასწავლებელი ვერ პეულობს სიტყვებს ამ ფორმას, როგორ აღწეროს აი ის რა იცი და რა ჭირდება იმისათვის, რომ დახვეწოს თავის უნარები, ან განავითაროს და ან უკეთესად გააკეთოს ის, რაც აკეთებს, ხო? შე შემთხვევაში. არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან იდეალურად არა, მაგრამ ძალიან კარგად ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც მათ აძლევენ. ესეც ხომ უნდა აღწერო, რომ ეს ამას ახერხებს. და აი, სწორედ ეს უჭირთ ხოლმე მასწავლებლებს, რომ აი ეს დაშალონ ინდიკატორებად. რას ახერხებს კონკრეტულად? სიმღერას? თუ რას? აი ეს ყველაფერი, აი ის რომ მას შეუძლია დაკავშირება ასოციაციური კავშირების გარკვევა. მას შეუძლია ნებისმიერი გამოყენებული ელემენტის მნიშვნელობის ახსნა რისთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი. მას შეუძლია შეადაროს საკუთარი და სხვისი გაკეთებული რაღაცა და თქვას მაგალითად, რომ აი მისი მე უფრო მომეწონა, ან ჩემი უკეთესია, ან მოდი აი ის რაც მან მიაღწია რაღაცებს, აი ეს მომეწონა და მე ამას გამოვიყენებ მომავალში, ხო? და კიდე განჭვრეტა, ესე იგი წინასწარ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება კიდე სხვანაირად გაკეთდეს. აი ეს არის ის უმთავრესი ფორმები და უნარები, რომელიც უნდა მოსწავლემ გააკეთოს. და როდესაც ჩვენ ვაფასებთ მოსწავლეს, სწორედ ამ უნარების მიხედვით ვაფასებთ. შეუძლია დაკავშირება. შეუძლია. აი მნიშვნელობის ახსნა შეუძლია, აი ამაში ცოტა მოიკოჭლებს. შედარება შეუძლია,
ну შეიძლება ხანდახან კი, ხანდახან არაობიექტურია. ხანდახან რაღაცებს ვერ ამჩნევს და ან შეუძლია წინასწარ გაანჭვრიტოს სხვა ვარიანტი, აი შეიძლება რაღაცა სხვანაირად გააკეთოს. აი შეიძლება იგივე რაღაცა ხერხებით რაღაც სხვა რამე გამოხატოს, ან სხვა ხერხებით იგივე გამოხატოს. აი ეს თუ შეუძლია. აი ამაზე უნდა იმუშაოს. თუ შეუძლია ეს ძალიან კარგი. ესე იგი, როგორც ხედავთ, შედეგის მიღწევის ინდიკატორები, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიჩვენებს სხვადასხვა ფორმებს, მაგალითად შეიძლება რაღაცა ვერ გააკეთოს, მაგრამ თუ მაგალითად შედარება შეძლო, თუ დაკავშირება შეძლო, უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონეზე შედეგი მიღწეულია, ხო? თუ ყველა ვარიანტი და ყველა რაც აქ ჩამოთვლილი თვლილი, ყველა ინდიკატორს აკმაყოფილებს, საერთოდ გადასაღებია, ხო? მაგრამ აი ის ჩვენ მაინც გვეძლება საშუალება დავადგინოთ, მიღწეულია რაღაც დონეზე მაინც ეს შედეგი თუ არა. აი სწორედ ამ შედეგის მიღწევის ინდიკატორების მიხედვით იძლევა. და რაც მთავარია, კომპეტენციის აუცილებელი კომპონენტი, ასე ვთქვათ, ასპექტი თუ გნებავთ, ასე როგორც გენებოთ, არის ის კონკრეტულად რა უნდა იცოდეს. აი რა ცოდნა უნდა გქონდეს, რომელიც მე უნდა გამოიყენოს რაღაცა მიზნით. აი ეს არის ცნებებში მოცემული. დაწყებით საფეხურზე ჩვენ გვაქვს ერთი ცნება, ეს არის მუსიკის ენა. რატო გავაკეთეთ ასე? რატო არ დავშალეთ მაგალითად ცალკე რიტმი, ცალკე ბგერა, ცალკე ასე შემდეგ, რატო გავაკეთეთ? ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დაწყებით საფეხურზე აი ეს დაქუცმაცება ცალკე რიტმად, ცალკე ბგერა, ცალკე მელოდიად გაუჭირდება მოსწავლის მთლიანობაში მუსიკის საქმე. ამიტომაც ჩვენ უპირველეს ყოვლისა გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლემ უპირველეს ყოვლისა დაწყებით საფეხურზე უნდა გაიაზროს, რომ მუსიკა ეს არის ენა. ეს არის რაღაცა ხმების და ხმაურის ნაკადი, ამ ბგერების ნაკადი. ეს არის ენა, რომელშიაც გადმოიცემა რაღაცა ინფორმაცია და ჩვენ როგორც მსმენელები, თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ მუსიკის მსმენელები და გვინდოთ გვესმოდეს რამე მუსიკაში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ენის გაგება. ისევე ზუსტად როგორც ჩვენ ვსწავლობთ უცხო ენას, როგორც ისევე ესეთი სპეციფიკური ენაა მუსიკა. აი სწორედ ეს უნდა გაიაზროს მოსწავლემ უპირველეს ყოვლისა, რომ მუსიკით შეიძლება ინფორმაციის გადაცემა. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არ არის რაღაცა ხმის ნაკადი, რომელიც გაუგებარია, ვერ გაიგებ რას წარმომადგენს, რა უსმენ, რა უნდა ამოიღო, რა ინფორმაცია უნდა ამოიღო იქიდან, ხო? ეს არის მხოლოდ სპონტანური ემოციური რაღაც აღქმა, მუსიკის ძალიან ბევრი მუსიკალური ნაწარმოები საერთოდ ემოციაზე არ არის აგებული. საერთოდ სხვა რამეზეა აგებული, ხო? და ამიტომაც აი ეს ენის ენა ამის გაგება, ამოკითხვა, მის ინტერპრეტირება ეს არის უპირველესი ყველაზე მთავარი, ხო? რომ ამენით შეიძლება გადმოიცეს კონკრეტულად ხილული, უხილავი, ზღაპრული, ფანტასტიკური ცნობები, განცდები, ყოველდღიური მოვლენები, ყველაფერი შეიძლება გადმოიცეს მუსიკით. აბსოლუტურად ის, რაც ბავშვისთვის არის ნაცნობი. იქნება ეს ოჯახში რაღაც დღესასწაული, იქნება ეს ეზოში თამაში, იქნება ეს სკოლაში სწავლა, იქნება ეს გასეირნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი შეიძლება მუსიკაშიაც გადმოიცეს და აი მუსიკიდან ამოიცნო. და რა თქმა უნდა, ამაში გვეხმარება რაც გარკვეული მუსიკის მახასიათებლები. და აი ამ მახასიათებლების ცოდნა იმისათვის, რომ აი ეს ენა მოიკითხო, ხო? და გადმოთარგმნო შენთვის და გაიგო რაღაც ინფორმაცია ამოიკითხო. ეს არის სწორედ აუცილებელი, აი სწორედ მუსიკის ენა გულისხმობს სწორედ ამას. ძალიან ტევადი, ძალიან დიდი ცნება, მაგრამ აი თლიანობაში ამის გააზრება რაღაც დონეზე აუცილებელია დაწყებით საფეხურზე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ არის აღწერილობა ძალიან სკრუპულოზური, ძალიან დეტალური იმისათვის, რომ მასწავლებელმა დაახლოებით წარმოიდგინოს როგორ უნდა სწავლო ეს მუსიკის ენა, ხო? აქ არის რომ აუცილებლად უნდა დაუკავშიროს მუსიკა ყოველდღიურობას, დაუკავშიროს იმას, რითაც ინტერესდება მოსწავლე, რაც მისთვის არის საინტერესო და ის ყველაფერი, რაც მოსწავლისთვის არის ნაცნობი.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მე დაუკავშირო მუსიკა ისეთ რაღაცებს, რაც მისთვის არ არის ნაცნობი და მისთვის არის გაუგებარი, ხო? ეს არის ნაცნობი ის და დაწყებით საფეხურზე ეს არის ყოველდღიური რაღაც მოვლენები. ეს იქნება რა ვიცი, ხო? რაც უკვე ვთქვი მე, 1000-ჯერ აღარ მინდა ამის გამეორება, ხო? ის რომ ცოტა შეიძლება მუსიკის დამწერლობაც ასწავლო, არის არ გულისხმობ მაინც და მაინც ნოტებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნოტებს სწავლება ეს კიდე ძალიან დიდ დაძაბულობას ითხოვს და ბევრი ბავშვი ამას აღარც სწავლობს და არ უნდა, ვინც არ დადის მუსიკაზე განსაკუთრებით ისა და არც არის საჭირო. მაგრამ რომ მუსიკა როგორც ენა მას აქვს თავისი დამწერლობა, ესეც აუცილებელია. ანუ შეიძლება ნებისმიერი ნიშნით. დღეს მაგალითად თანამედროვე კომპოზიტორები ძალიან არასტანდარტულ დამწერლობას მიმართავენ და შეიძლება თავისი მუსიკალური ნაწარმის რაღაც სხვადასხვა ფორმებით, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებითაც კი შეუძლია გამოხატოს თავისი ის რა ქვია მუსიკალური რაღაც მომენტები. და რა თქმა უნდა, მუშაობა, უნარი, უბრალოდ აი არა ამოცნობა ცალკეული ნოტების, არამედ სანადო დამწერლობის აი ესეთი ვიზუალური, გრაფიკული გამოსახულების დანახვა და იქიდან ამოგიხვა რაღაც გარკვეული შინაარსის მუსიკისას. ეს შეიძლება, ამის შესწავლა შეიძლება ყოველგვარი კონკრეტული ნოტების ამოცნობის გარეშეც. და ეს ამაზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე, რომ არსებობს სხვადასხვა ფორმები შესრულების მუსიკის, რომელზეც უნდა ისაუბროს მასწავლებელი, ეს იქნება ხმა, ეს იქნება ორკესტრი, ეს იქნება ცალკეული ინსტრუმენტი, ან გუნდი, ან ასე შემდეგ, ხო? და ამასაც აქვს თავისი მნიშვნელობა და თავისი დატვირთვა, მხატვრული დატვირთვა, ხო? ეს ყველაფერი ეხმარება მოსწავლეს დაინახოს მუსიკაში გადმოცემული რაღაც მხატვრული სახე. აი მხატვრული სახის დანახვის უნარი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენ გვეჩვენება ყველაზე მთავარს, მნიშვნელოვნად. და ეს ჩვენ ჩავდეთ ჩვენს სტანდარტში, ხო? აი ეს ამაზე მივითითებს მაგალითად მეორე შედეგი, მესამე შედეგიც და მეოთხეც. აი 4 შედეგია სულ. მე ხა თითოეულ შედეგზე არ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან დაგხლით. ეს სტანდარტები უკვე გაგზავნილია ყველა სკოლაში და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უფრო დაწვრილებით შეისწავლოთ ეს შედეგები და საერთოდ ეს დოკუმენტი ერთადერთი ახლა ჩემი მიზანია დღევანდელი შეხვედრის უბრალოდ რაღაც გარკვეული აქცენტები ზე მივაქციოთ თქვენი ყურადღება, რომელიც ალბათ გაგიადვილებთ ამ დოკუმენტის აღქმის პროცესს. და დაგეხმარებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოთ იმას, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. შედეგებში არის ძალიან გაძლიერებული ქართული ფოლკლორული და პროფესიული მუსიკის განხრა, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ძალიან ბევრი მასწავლებელი საყვედურობდა, რომ რატო არის, რომ ქართული მუსიკა და საერთოდ ფოლკლორი არ ფიგურირებს სტანდარტში. პრინციპში ფიგურირებდა, მაგრამ ვინაიდან რაღაცნაირად ხაზგასმა ჭირდება ამას, ჩვენ ეს ცალკე შედეგით შეგიძლიათ გამოვიტანეთ და ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მასწავლებელი მაგათ ასწავლებს ხალხურ სიმღერას მოსწავლეებს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ის არ არის ისწავლის ის ხალხურ სიმღერას თუ არა. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ეს ქართული სიმღერა გახდეს მისი ცხოვრების ნაწილი და მისი ცხოვრების ნაწილი გახდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხალხური სიმღერის დანახვა თანამედროვე ჭრილში. რატომ არის ის აუცილებელი დღევანდელი მოსწავლისთვის? როგორ შეიძლება ის იყოს აღქმული და როგორ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და აქტუალური დღევანდელ დღეს, მის დღევანდელ ცხოვრებაში, რომელიც ამდენი რაღაც მოვლენებით არის სავსე. და ეს დაუკავშირო ეს თანამედროვე მოვლენები იმ ძველ ხალხურ სიმღერას, რომელიც ბევრად უფრო ადრე დაიწერა და მაგრამ ისევ და ისევ აქტუალური. ანუ დანახვა იმის, რატო არის ის აქტუალური დღესაც. ესაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეხლა იმღეროს მექანიკურად ხალხური სიმღერა და ვერ დაიგოს მისი ესეთი მნიშვნელობა და აქტუალობა. აი ამაზე უნდა გქონდეს დიდი აქცენტი გაკეთებული და აი მიზანიც ესეთია რა, რომ ეროვნული იდენტობის
ჩამოსაყალიბებლად ეს ყველაფერი ხდება, რომ გაიაზროს თავისი უმნიშვნელოვანესი რომელ საზოგადოებას, რა საზოგადოებას მიეკუთვნება თვითონ. რა არის ამ საზოგადოების თავისებურება, რა არის უნიკალურობა იმ საზოგადოების, რომელშიც ის ცხოვრობს. და რა თქმა უნდა, სანოტო დამწერლობის უნარები არ არის, მე ისე არ გულისხმობ უბრალოდ ნოტებს, აქ ვიგულისხმება სხვადასხვა ხერხებით გამოსახულების გაკეთება მუსიკისა, ესეც ცალკე შედეგად გამოვიტანეთ. ეს რაც შეეხება და ბოლოს არის მესამე სტრუქტურული ერთეული, რომელზეც მე მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, ეს არის თემები. აი თემები, ეს არის სწორედ ის სტრუქტურული ერთეული, რომელიც გვეხმარება ფასეულობების ჩამოყალიბებაში. აი ფასეულობების ჩამოყალიბებაში. ანუ ჩვენ ვითხოვთ მუსიკისგან, ამ საქმისგან რას? რომ მოსწავლემ მუსიკა აუცილებლად რაღაც კონტექსტში გაიაზროს. აი ეს არ არის მოწყვეტილი რაღაცა მოვლენა. ეს არის ცხოვრების ნაწილი. მუსიკა არის ნაკარნახევი ცხოვრებით. ეს არ არის უბრალოდ დაჭდა კომპოზიტორი და რაღაცა ესეთი ლირიკული განცდა დაეუფლა და მან შექმნა რაღაც კომპოზიცია. არა, მუსიკა გადმოსცემს იმას, რაც ხდება, რაც ირგვლივ ხდება. ამიტომაც ეს უნდა ყოველთვის ვაჩვენოთ ჩვენ. არ არის ეს შეიძლება მუსიკაში არ წერია, თქვათ, ნაწარმოებში რას გადმოსცემს, მაგრამ ეს ყველა თხზულება, ყველა მუსიკალური ნაწარმოები ნაკარნახევი რაღაცა მოვლენით, რაღაცა მდგომარეობით გარესამყაროდან მოსული შთაბეჭდილებით მიღებული, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ უმნიშვნელოვანეს მომენტად, რომ მუსიკას ემსახუროს აი ამ ფასეულობების ჩამოყალიბების ემსახუროს, აი ამ თემების საშუალებით ვახერხებთ ამას, ხო? და რა არის ეს საერთოდ ფასეულობები, ხო? გარესამყაროს შეცნობა და მისი უნიკალურობის განცდა და მისი გაფრთხილება. ეს არის მნიშვნელოვანესი. ეს არ არის მხოლოდ ეკოლოგიური. ეს არის გარესამყარო საზოგადოება. ზუსტად მოსწავლე სწავლობს, ხო, გაუფრთხილდეს ქალაქს, გაუფრთხილდეს ახლობელს, გაუფრთხილდეს საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს. გაუფრთხილდეს გარემოს, ჯანსაღ გარემოს, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი და ემსახურებს იმას, რომ ეს ჯანსაღი გარემო არ აირიოს, არ გაფუჭდეს, ხო? და იყოს გრადი და აძლევდეს საშუალებას მოსწავლეს ჰარმონიულად განვითარდეს. აი გარესამყარო მუსიკაში და მუსიკა როგორ განსხვავებს სამყაროს, როგორ შეიძლება ამ სამყაროს სილამაზეს დანახვა. ანუ სილამაზე მნიშვნელობა მისი უნარი ჩვენზე როგორ მოქმედებს ეს გარესამყარო, ამის დანახვა, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა, ამის დანახვა, ამის დაფასება. მუსიკა და ჩვენი ყოფა, ყოველდღიური ცხოვრების დაფასება. ყოველი წუთის, ყოველი მომენტის, ყოველი მოვლენის დაფასება, მისი სილამაზის, მისი განსაკუთრებულობის დანახვა. ძალიან შემთხვევაში ჩვენ ხვდები ხოლმე, აი პატარა ბავშვებთან რა, ისეთ დეტალებს იმახსოვრებენ ხოლმე რაღაცებს, რაც ჩვენ არც კი მიგვიქცე აყურებდა და გვიკვირს. მაგრამ აი ეს უნარი ნელ-ნელა იკარგება თუ ჩვენ ეს უნარი არ განუვითარებავს, დეტალებზე დააკვირვება. ამ დეტალებით როგორ ვიტყვათ, დანახვა მისი განსაკუთრებულობის განცდა, რაღაცა კარგი და ლამაზი დადებითი განცდა ნებისმიერი დეტალის. იქნება ეს ერთად ყოფნა ოჯახში, იქნება ეს რაღაც ოჯახური სადილი, იქნება ეს უბრალოდ რაღაც სტუმრების მოსვლა, ან ნებისმიერი რაღაცა მოვლენა და ამის განსაკუთრებულობა სულის სისრულით, მთელი სისრულით, ემოციურად, დიდროვად განიცადოს ნებისმიერი მოვლენა ცხოვრებაში. იმიტომ რომ მთელი უბედურება ის არის, რომ ძალიან ბევრი მოვლენა მიდის ჩვენ არც ვაქცევთ მას ყურადღებას და ცხოვრება მიდის ისე, რომ დიდი მისი ნაწილი ჩვენ არც კი შეგვიმჩნევია. და ეს არის დიდი დანაშაული, იმიტომ რომ ეს საჩუქარია. და ეს საჩუქარი ჩვენ უნდა დავინახოთ. და აი ამ ყოფიერების ნებისმიერი წუთის სილამაზის განსაკუთრებული განცდის უნარი
აუცილებელია ნებისმიერ ადამიანში. რეალური და წარმოსახვითი სამყარო მუსიკაში. რა თქმა უნდა, წარმოსახვის უნარიანობა უვითარებს ადამიანის ინტელექტს. იმიტომ არის, რომ ზღაპრების კითხვა იქნება ეს იგივე ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც არაფერი არ ვერ ხედავთ, ჩვენ მხოლოდ ვკითხულობთ, მაგრამ ჩვენ წარმოვიდგენთ გმირებს, იმ მოვლენებს, რაც არის აღწერილი. ჩვენ თუ ეს უნარი არ აგვაქვს, ჩვენთვის კითხვა იქნება წამება. იმიტომ რომ ეს იქნება მხოლოდ ტექსტი, მშრალი სიტყვები, რომლის იქით არაფერი არ არის. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს უნარი დაკარგულია და ეს უნდა გავმოვითაროთ ბავშვში. და აი მუსიკა ამის თავსაზეს შეუძლია ნამდვილად ძალიან დაეხმაროს ნებისმიერ რაღაცის საქმეში. იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები, იქნება ეს უბრალოდ ინფორმაციული სახის ტექსტი. ყველაფერში შეიძლება მუსიკამ დაეხმაროს მას აღიქვას ეს ტექსტი, დაინახოს ეს ტექსტი. ხოლო არ წევს. მუსიკა და კინო ბუნებრივია, კინო ეს არის დიდი ნაწილი ცხოვრებისა და ძალიან ბევრი ბავშვი ბევრ კინოს უყურებს, მაგრამ ძალიან ბევრი ნიუანსი რაც კინოში ხდება, მის ყურადღების გარეშე ექცევა, ხო? იმიტომ რომ არის რაღაცა ნიუანსები, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად აღქმევინებს ფილმს თუ მას მოსწავლეს შეუძლია ამის დანახვა. და მუსიკა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლი უკავია ამაში, რომ განსაკუთრებული სხვა კუთხით დაანახოს ნებისმიერი ფილმი, იქნება ეს კინო, იქნება თუ ასე შემდეგ. მუსიკა და თეატრი. იგივე სიტუაცია, ძალიან ხშირ შემთხვევაში დღევანდელ ბავშვისთვის თეატრი უკვე რაღაც ესეთი უცნაური თემა, ძალიან პირობითი და ხშირ შემთხვევაში ბავშვი ჯესტიაში იშვიათად თუ დადიან, უჭირთ დანახვა რაღაცების. აი, იმიტომ რომ ძალიან პირობითია თეატრი. მაგრამ თუ ჩვენ დავინახეთ ის სტილის თავისებურება ამ თეატრალური ენის და ამაში ისე მუსიკა ძალიან დაგვეხმარება, ეს იქნება ძალიან წარმტაცი წარმოდგენა. და ჩვენ შეგვეძლება განსაკუთრებული სიამოვნება მეიღოთ და მოსწავლეებსაც კი. ესეც მუსიკა დაეხმარება ამ თეატრის თეატრალური წარმოდგენის საქმეში. ეს ძალიან დიდი და საჭირო მნიშვნელობა. ეს ყველაფერი არის ფასეულობა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ნიჭება თუ ჩვენ ამაზე აქცენტს გავაკეთებთ. და დაზუსტება თემის ფარგლებში ცნების დასამუშავებლად შერჩეული უნდა იქნას საკითხები. ანუ როგორ შეიძლება ნებისმიერი თემა გავშალოთ, ხო? მაგალითად თემით, ხო? მაგალითად, ვთქვათ, ცხოველები მუსიკაში. მაგრამ როგორ შეიძლება ეს აღწეროთ? როგორ გავაკეთოთ ეს? შეიძლება აღწეროთ, შეიძლება ცხოველებზე მოვყვეთ, შეიძლება ჩვენი დამოკიდებულება ცხოველებისადმი, ემოციური რაღაც მომენტი, ხო? გამოვხატოთ და განწყობის შექმნა. ხო? აი ეს ყველა თემა შეიძლება ამ კუთხით განხილოს. მუსიკით შეიძლება აღიწეროს რაღაცა, მუსიკით შეიძლება მოყვე რაღაცა მოვლენა, მუსიკით შეიძლება ემოციის გადმოცემა, ამ მოვლენისგან მიღებული ემოციის გადმოცემა და ან მუსიკის ზოგადი განწყობის რაც შეექმნა აი ამ მოვლენის შედეგად, აი იმის გადმოცემაც. აი ეს არის სწორედ საშუალება, ანუ ესეთი წახნაგები თემისა, რომელთაც შეიძლება ეს თემა მუსიკაში ასე თქვა დამუშავდეს. ეს რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, მოგახსენებთ იმას, რომ თუ წინა სტანდარტში დაწყებით საფეხურზე იყო აუცილებელი თემები, დღეს ესე აღარ არის, ეს ახალ მასში, ასე რომ მასწავლებელს ან ავტორს შეუძლია თავისი თემა შესთავაზოს და სხვა თემები იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისევ და ისევ, რომ ეს თემები იჯდეს იმ თემატურ არეალში, რომელიც თემატურ ბლოკშია მოცემული. თემა უნდა ეხებოდეს გარესამყაროს რაღაცა, თემა უნდა ეხებოდეს ან რაღაც ყოფით რაღაც მოვლენებს, თემა უნდა ეხებოდეს წარმოსახვას და რეალურ წარმოსახვით რაღაც მოვლენებს და ეს იქნება ლიტერატურული, თუ ზღაპრული, თუ ფანტაზია, თუ რა ვიცი მე, ციფრული რეალობა, თუ როგორც გენებოთ, ხო? და აუცილებლად უნდა ეხებოდეს კინოს და თეატრს. აი ეს არის ის არეალები, რომელიც ნებისმიერ თემას შეუძლია აუჩიოს, მაგრამ აი ამ არეალები უნდა იყოს გათვალისწინებული, თემატური არეალი. ეს რაც შეეხება დაწყებით საფეხურს.
პრინციპში დიდი განსხვავება იმისა, რაც იყო წინა, უბრალოდ შეიცვალა დიზაინი, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ დაემატა ეს ინდიკატორები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვფიქრობთ. სულ სხვა რამეა საბაზო. საბაზოში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. თუ გახსოვთ ჩვენ მესამე სწავლების სტანდარტში საბაზო ცნებები იყო 6 ცნება გვქონდა, თუ ვცდებით. ხო, ეს თალკე აქვია ბგერა, რითმი, მელოდია, ჰარმონია, ფორმა და ჟანრი. ჩვენ ეს ყველაფერი მოვხდეთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ პრინციპში ყველა ცნების დამუშავება ყველა თემაში ძალიან ძნელია, თანაბრად დამუშავება და პრინციპში ცალ-ცალკე მათი დამუშავება მაგალითად მელოდიას რიტმის გარეშე და ვერ გაიაზრებ, ფორმის გარეშე მუსიკალურ შინაარსს ვერ გაიაზრებ, ჟანრს ფორმას და ჟანრს ვერ გამიჯნავ ისე ადვილად, ანუ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ურთიერთკავშირში იყოს. ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით ამაზე, ასე დაყოფაზე, ჩვენ შევეცადეთ გაგვერთიანებინა ეს ყველა ცნება ერთ საერთო ცნებაში. ანუ დღევანდელ სტანდარტში, ანუ რევიზირებულ სტანდარტში, საბაზო საფეხურზე არის სულ 3 ცნება. ერთ-ერთი ცნება გამოვყავი განსაკუთრებით, რაც არ იყო ჩვენს გამოყოფილი, მაგრამ მაგაზე ყოველთვის იყო აქცენტი და ვერ მივხვდით, რატო არ იყო ცალკე ცნება, რატო არ არის. ეს არის მუსიკალური შინაარსი. ამაზე არის საერთოდ აგებული მთელი სწავლება რა. მოსწავლე უპირველეს ყოვლისა, სულ არ მნიშვნელოვანია ხა, ამოიცნობს ის აღმავალი მელოდია თუ დაღმავალი თუ მინორია თუ მაჟორია, ეს ყველაფერი აზრი არ აქვს ამას, თუ მოსწავლემ ვერ დაინახა შინაარსობრივი დატვირთვა ამის ყველაფრის. რისთვის არის გამოყენებული მინორი, რისთვის არის გამოყენებული მაჟორი და რას გვეუბნება ეს ყველაფერი, ხო? რა ინფორმაციას ატარებს მასში. ესე იგი, მუსიკალურ შინაარსს ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რაც პრინციპში ნებისმიერ წვლილად იქნება ის მუსიკოსი, არ იქნება მუსიკოსი, აუცილებელი ეს უნდა არის განვითარო. შემდგომში შეიძლება მუსიკა არ გახდეს მისი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უნარი ექნება. რა ჩვენი დღეს რამე მუსიკალურ ნაწარმოებს რომ ისმის, იქიდან ამოიკითხოს რაღაცა ინფორმაცია. რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. ან ჩადოს ამ მუსიკაში რაღაცა შინაარსი, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. და მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ფსიქოთერაპევტული მნიშვნელობა აქვს ამას რა. როდესაც ადამიანს შეუძლია მუსიკაში ამოიკითხოს ის რაც მისთვის მნიშვნელოვანია. და ამ შემთხვევაში მუსიკა შეუძლია ფსიქოლოგიურადაც დაეხმაროს ადამიანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი აქცენტი გავაკეთეთ ცალკეულ ცნებას, რომელსაც ქვია შინაარსი. ეხლა ამ ცნების აღწერილობაში არის ჩადებული ის აუცილებელი მომენტები, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება მასწავლებელმა, როდესაც ამ ცნებას ამუშავებს, ხო? ეს არის ის, რომ მუსიკალურ შინაარსს გააქვს 3 ასპექტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელზედაც უნდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ თქვენი. პირველი მუსიკას გააჩნია, ეს ემოციური ასპექტი. ანუ რა ემოციურ მუხტი აქვს მუსიკალურ ნაწარმოებს, ხო? და რით შეიძლება, რომელიც ჩვენში გარკვეულ განცდას ქმნის, ხო, რაღაც. ეს გამოსახულებით ხერხებით ხდება რა, გამოსახულებით ეს მაგალითი რაღაც ინტონაციები, გამოხატული რაღაც ემოციის, ცვალებადი რიტმული ნახაზი, რაღაცები, რაც აუცილებელი. მაგრამ აი ეს ემოციური მომენტი ამოკითხვა, რა ემოციას ბადებს ადამიანში, მასში, როგორც მენელში, ეს თუ ის მუსიკა. თუ მან ვერ ახსნა ეს ნიშნავს იმას, რომ ის მუსიკას ვერ აღიქვავს. ეს უნარი უნდა განვითარო. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მან უნდა ისწავლოს ამ ემოციის გასიტყვება, როგორც ნიშნავს ეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ვიცი როგორ გამოვხატო. უიმე იცით როგორი ემოცია, არ ვიცი როგორ გამოვხატო. ეს არის სერიოზული პრობლემა და რატომ? ჩვენ არ ვიცი მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ აი ეს თაობა განსაკუთრებულად ეს ახალგაზრდები, ძალიან ბევრი ბავშვი ხდება დეპრესიაში. აი დეპრესია ძალიან გავრცელდა ადამიანებში. და პირველი
ასე ვთქვათ, მიზეზი ეს არის ის, რომ მოსწავლე ვერ ახერხებს თავისი ემოციის ახსნას. ის ვერ უხსნის საკუთარ თავს, რა ჭირს, რა ემართება და რატო ემართება. ანუ, როდესაც ფსიქოთერაპევტთან მიდის და ფსიქოთერაპევტი არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ფსიქოთერაპია, ხო? მოსწავლე ბავშვი ვერ უხსნის ფსიქოთერაპევტს რა ჭირს. და აი ეს უნარი რომ რაღაცნაირად საკუთარ თავში გაერკვეს და მოახერხოს, ეხლა ჩვენ არ ვამბობთ ეხლა დებრეს ხშირად ასეც არის კი. თუმცა მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ემოციის ახსნა, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს აუხსნას, ხო? და შემდგომში სხვებსაც. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის კომუნიკაციის უნარი, ეს არის ემოციური ინტელექტის, აი ახლა ახსენება ბატონმა კახაბერმა, თავის ემოციური ინტელექტი. აი ინტელექტის განვითარებისო თამაშია, როდესაც მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ემოციის ამოცნობა და აქედან გამომდინარე, უკეთესად მე ამოსვლის ხვის ემოციასაც, რომელიც აუცილებელია ურთიერთობაში. თუ ზოგადად ადამიანი მოსწავლე კი არა, აი ზოგადად ადამიანი ვერ სწავლობს და არ იცის ურთიერთობაში ვერ გზნობს თავის პარტნიორს არ მოსაუბრეს, ხო? ის ვერასდროს ვერ დაამყარებს კონტაქტს ადამიანებთან. და ეს უნარი აუცილებლად უნდა იცოდეს. ეს უმთავრესი ემოციური მხარე, რაზეც ჩვენ მოვყვებით. სახოვან ხატოვანი ანუ მუსიკას გარდა იმისა, რომ ემოციას ატარებს საკუთარ თავში, მუსიკა შეუძლია რაღაცები წარმოაჩინოს, ასახოს, ხო? ანუ მუსიკა შეუძლია გადმოსცეს, თქვა წყლის ჩუქჩუქი, მუსიკა შეუძლია ჩიტების ჩიკჩიკის გადმოცემა, მუსიკა შეუძლია ქარის ხმის ჩადმოცემა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის აი და არის უამრავი ხერხები. მუსიკალურ ენაში არის ესეთი რაღაცა, როდესაც რაღაცა ხმებს, რაღაცა მოძრაობებს, რაღაცა ქცევის უნარებს, რაღაცებს რიტმით, მელოდიით, მელოდიური სულებით, ჰარმონიით გადმოსცეს, ხო? ამაში განსაკუთრებულად გაწაფულები იყვნენ იმპრესიონისტები მაგალითად, ხო? სხვათა შორის ბაროკოს კომპოზიტორებიც. ანუ უნარი აი დაინახო რაღაც სურათი, ან რაღაცა სახემხატვრული, რომელიც გარესამყაროდ ვიზუალური რაღაცა სახე დაინახო მუსიკაში. აი სახოვან ხატოვანი ესეთი ასპექტის არსებობს მუსიკაში. და ბოლო ყველაზე რთული, ყველაზე საინტერესო ეს არის სიმბოლო. ანუ მუსიკა შეიძლება იყოს რაღაცის სიმბოლო. აი დაახლოებით როგორც ჩვენთან ჰიმნი არის სიმბოლო. ჰიმნი არის სიმბოლო ერთგულების სამშობლოს სიმბოლო, შენი იდენტობის სიმბოლო, ნაციონალური იდენტობის, ხო? ეს არის სიმბოლო. არის უამრავი სიმღერა, ილაღიძეს სიმღერები მაგალითად, რომელიც ფაქტობრივად სიმბოლური გახდა, სიმბოლო მეგობრობის, სამშობლოს სიყვარულის, თავისებური ქართული სულის, რაც გენებოდ, ყველაფრის სიმბოლო, ხო? უამრავი არის ესეთი სიმღერა შეიძლება იყოს მუსიკალური ნაწარმოები და ასე შემდეგ, ხო? ანუ აღიქვა მუსიკა როგორც რაღაცის მოვლენის სიმბოლო. ან თავისუფლების სიმბოლო, ან სიყვარულის სიმბოლო და ასე შემდეგ. ანუ უნარი დაინახო მუსიკაში რაღაცა სიმბოლიკა. და სიმბოლური სახე მუსიკაში სწავლეთ, მაშინ მუსიკის აღქმაც გაგვიჭირდა. ესე იგი, მუსიკის შინაარსი მოიცავს აი ამ სამ ასპექტს: ემოციას, სახოვან ხატოვან მხარეს და სიმბოლურ მხარეს. ანუ მუსიკა შეიძლება იყოს სიმბოლო რაღაც. აი ამის დანახვა, ამის უნარი, ან რაღაცა სიმბოლოსთან დაკავშირება მუსიკის, ეს ნიშნავს მუსიკის ინტერპრეტირება. მუსიკის შინაარსში წლობა, ან რაღაცა საკუთარი შინაარსის ჩადება მუსიკაში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ყველა მსმენელი საკუთარ შინაარსს მუსიკაში, ხო, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არ ვიცით კომპოზიტორმა რა შინაარსი ჩადმოში. ჩვენ ვდებთ ჩვენ შინაარსს, მაგრამ ისაც რომ ჩავდოთ ეს შინაარსი, ეს უნარი უნდა გქონდეს. ეხლა რაც შეეხება შემდეგ ხო, როგორც ხედავთ, თითოეულ ცნებას უკავშირდება თითოეული შედეგი, ანუ მარტო ერთი შედეგი. ესე იგი, თუ შედეგი არის მიღწეული, ესე იგი ეს ცნება არის გააზრებული.
თითოეულ ცნებას თავისი შედეგი აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის რომ მუსიკალური შინაარსის ცხოვრების კონტექსტთან კავშირის გაზრება და თვითგამოხატვა და თვითრეალიზაციისთვის, ხო? ანუ ჩვენ მუსიკას უნდა უკავშირებდეთ საკუთარ ცხოვრების კონტექსტს, რაც ხდება და ამით ჩვენ გამოვხატავთ საკუთარ თავს და ვახდენთ თვითრეალიზებას. როგორც ხედავ, აქაც მიღწევის ინდიკატორებია ჩამონათული, როგორც მე ვთქვი, ეს ინდიკატორები ერთი სხვის გვიჩვენეთ იმას, თუ რა ფორმით შეიძლება, სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოსწავლე მიაღწიოს ამ შედეგს. იქიდან გამომდინარე, რაში უფრო ნიჭიერია, რა ნიჭი უფრო აქვს, რისი ნიჭი უფრო აქვს. და ამავე დროს ძალიან, მაგრამ ბუნებრივია, რომ შეიძლება რაღაც დონეზე ყველა ინდიკატორზე გაიყვანო მოსწავლე, რაღაც დონეზე. თანაბარ დონეზე ალბათ არა, მაგრამ რაღაც დონეებზე შეიძლება. და მეორე მომენტი ეს არის ძალიან ეხმარება ინდიკატორი გამავითარებელი შეფასების და შეფასების ინდიკატორების ჩამოყალიბებაში. და რატომ იცით, აი ახლა დიდი ხნის წინ, რა ვიცი, მე მგონი გუშინ წინ იყო, შეხვედრა ბატონ ზურაბ ვახანიასთან, არ ვიცი იცით თუ არა. ეს სულ არაჩვეულებრივი საავტორო სკოლის ხელმძღვანელია და მათემატიკის სახელმძღვანელობის ავტორი, ხო? და ის იყო ესეთი პირველი მერცხალი, რომელიც შემოეტანა აი აბსოლუტურად ახლებური მიდგომა მათემატიკის სწავლებაში, რომელიც მე განავითარა ჩვენმა ჯგუფმაც და ბევრმა ავტორმაც მათემატიკაში ჩათვალეს ესეთი მნიშვნელოვანი. და აი ბატონ ზურაბ ვახანია ამბობდა, აი ამ შეფასების ინდიკატორების გარეშე შეუძლებელი თუ მასწავლებლებს არ შეუძლია ინდიკატორების შექმნა რუბრიკების შეფასების, ხო? ის ვერასდროს ადეკვატურად ვერ შეფასებს მოსწავლის ნამუშევრს. და ძალიან ახლა ამას შორს წაგვიყვანს და ამაზე შეიძლება ცალკე შეხვედრა გავმართოთ, რატომ და როგორ და შეიძლება დაპატიჟო ბატონი ზურაბიც, იმიტომ ძალიან საინტერესო თილაპარაკებს ამის ალბაზე, მაგრამ ეს ცხადია ერთი. ვერასდროს მასწავლებელი ადეკვატურად ვერ შეაფასებს მოსწავლეს და მის ნაშრომს, თუ მას არ აქვს გააზრებული რა კრიტერიუმებით აფასებს იგი მოსწავლეს. აი ეს კრიტერიუმების შეფასება, რა კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს მუსიკაში, ხო, ბავშვი. ამის საშუალებას გვაძლევს შედეგის მიღწევის ინდიკატორები. და არის რამდენიმე ვარიანტი, ესე იგი, მოსწავლემ უნდა ახერხებდეს ასოციაციური კავშირების გაბმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრების კონტექსტთან კავშირის ახსნა, აი რატო დააკავშირა მაგალითად მუსიკა, აი ეს კონკრეტული მუსიკა რაღაც ცხოვრების უმოვლენასთან. დასაბუთება, ანუ მე ეს ამოვიკითხე, იმიტომ რომ ამ მუსიკაში ეს და ესეთი მახასიათებლები აქვს და ეს მახასიათებლები გადმოსცემს ამასა და ამასა და ამას, ჩემი აზრით, და ამას შეიძლება დავუკავშირო. და შინაარსის შედარება, ანუ სხვის მიერ გაკეთებული, ასე ვთქვათ, ინტერპრეტირების შეფასება და შედარება. აი მაგალითად, მე დავინახე ამ მუსიკაში ეს, იმან დაინახა რაღაც სხვა. ესე იგი, შეიძლება ამ მუსიკაში სხვა რაღაცის დანახვაც შეიძლება. რამდენად დამაჯერებელია ის სხვისი ნათქვამი? მე შემიძლია ეს გავიზიარო თუ არა? თუ ეს ნაკლებად დამაჯერებელია, თუ მე გონი ვიხრები იმისკენ, რომ გონი ეს უფრო სწორი ინტერპრეტაცია და ასე შემდეგ. ანუ ეს უნარი შედარების ეს აუცილებელი. შემდეგი განჭვრეტა, ისე როგორც ჩვენ ვთქვით, ანუ რა, მაგალითად, იგივე მუსიკალური ნაწარმოები შეიძლება სხვა კონტექსტს დაუკავშირო. შეიძლება კონკრეტულად რაღაც კონტექსტში დაუკავშირო, შეიძლება იგივე მუსიკალური ნაწარმოები სხვანაირად იყოს ინტერპრეტირებული. და ამის ვარიანტულობის დანახვა თუ შეუძლია. განჭვრეტა, რომ აი ეს მუსიკა მაგალითად შეიძლება იყოს ამის სიმბოლო, მაგრამ შეიძლება ეს იგივე მუსიკა გამოიყენოს სხვა სიმბოლოს გადმოსაცემად, ხო? სხვა სიმბოლოს დაუკავშირო ასევე, ხო? და რატო შეიძლება ამასაც შეიძლება ვისაუბროთ. ხო, აი ეს უნარები არის ის აუცილებელი და ყველა ინდიკატორი, ყველა შედეგის ასეა. ანალიზი, გავსება, განსხვავების გააზრება, შედარება, განჭვრეტა. ყოველთვის. ეხლა რაც შეეხება მეორე შედეგს, მეორე ცნებას. მუსიკის გამოსახულთა ხერხები და საშუალებები. აი სწორედ ეს ბგერა
რიტმი, მელოდია და ყველაფერი გავაერთიანეთ ერთ ცნებაში. მუსიკის გამოსახულობითი ხერხები და საშუალება. ეს ხერხები ეს არის მუსიკის ენის ელემენტები, როგორც არის ბგერა, რიტმი, მელოდია, ჰარმონია, ფორმა უკვე არა, ჰარმონია, ხო? ფორმა და ჟანრი არის უკვე საშუალებები. ასე ამბობენ მუსიკოსები. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას უყურებთ არა ცალკე ერთმანეთისგან ასე ვთქვათ, როგორ არის განცალკევებული, არამედ ერთიანობაში. როგორ მოქმედებს ერთმანეთში ეს ურთიერთ ისინი რა ქვია, მახასიათებლები, ხო? ცალკე შეიძლება გამოვახილოთ ყურადღება ბგერაზე, ცალკე რიტმზე, მაგრამ ამ დროს ჩვენ ეს ერთიანობაშიც უნდა დავინახოთ. ამიტომაც შეიძლება რაღაცა თემაში, ვთქვათ, მუსიკალური გამოსახულობითი ხერხები უფრო აქტუალური იყოს, მაგალითად, რიტმი და ჰარმონია, რომელიღაც თემაში უფრო გაიხსნას მელოდია და ბგერა, ვთქვათ. ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ უფრო დავირება შეიძლება. ანუ ჩვენ ყველა კი არ უნდა გავიაროთ ესა მუსიკა, ბგერა, რიტმი, ჰარმონია თანაბრად. არამედ შეიძლება რაღაცნაირად ვარირება. შეიძლება რაღაც თემაში დამუშავდეს მხოლოდ მელოდია, რაღაც თემაში მხოლოდ ფორმაზე ისაუბრო და ასე შემდეგ, ხო? ეს მაინც ჩვენ გავალთ სამიზეს ცნებაზე ყველა შემთხვევაში. და ბოლოს კიდევ ახალი ცნება, რომელიც ჩვენ არ ქონდა, ეს არის მუსიკალური ეპოქა. ჩვენ ეპოქებზე არ ქონია საუბარი არასდროს და მუსიკალური ეპოქა გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უპირველეს ყოვლისა უნდა გაიაზროს ის, რომ არსებობდა სხვადასხვა მუსიკალური ესთეტიკა სხვადასხვა ეპოქაში. ეხლა ისე რომ განასხვავოს რომანტიზმი და კლასიციზმი ერთმანეთისგან ამ დონეზე ჩვენ ამას ვერ ვასწავლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ არსებობდა სხვადასხვა მიმართულებები, რომ არსებობდა სხვადასხვა ხედვები, სხვადასხვა მხატვრული გამოსახულობითი ხერხები გამოიყენებოდა, ხო? სხვადასხვანაირად აღიქმებოდა სამყარო. სხვადასხვანაირი თემები იყო მუსიკაში, რამაც განაპირობა მუსიკალური ენა და მუსიკალური გამოსახულობითი ხერხები, ხო? და ის რომ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ჟანრები იქმნებოდა, ხო? ესეც. აი ეს არის უმთავრესი მიზანი. და არა ის რომ მაინც კარგად შეისწავლოს რა არის რომანტიზმი, რა არის კლასიციზმი, რა თქმა უნდა ამაზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ არსებობს სხვადასხვა ესთეტიური პრიორიტეტები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა წარმოდგენები სილამაზეზე და სიმახინჯეზე. მაგალითად ის რაც შეიძლება და მე-20 საუკუნეში ლამაზად წარმოეჩინა, სილამაზედ წარმოეჩინა, თქვათ სხვა პერიოდებში ეს სიმახინჯის ნიშანი იყო და პირიქით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების შინასის ამოკითხვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქაც გვაქვს გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მუსიკალური ხელოვნების მიმართულებები კალიბდება სხვადასხვა პერიოდში, რომ იქმნება სხვადასხვა მხატვრული ფორმები, გამოსახულობითი ხერხები და ჩათვლეს სხვადასხვა კულტურის თავისებურებებს. აი ეს არის უმთავრესი. და არა ის რომ ზეპირად შევისწავლოთ კლასიციზმი რას ნიშნავს რომანტიზმი, რას ნიშნავს ბაროკო და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. აი ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც არის რევიზირებულ სტანდარტში, სწორედ საბაზოს საფეხურზე. აქაც არის მესამე სტრუქტურული ერთეული თემები, ანუ უბრალოდ თემატური ბლოკები, რომელიც სწორედ აი ემსახურება ასეულობების ჩამოყალიბებას, ხო? უპირველეს ყოვლისა ადამიანი და მუსიკა რას გულისხმობს ეს? თემატური ბლოკი გულისხმობს მოზარდის ემოციურ მდგომარეობის
მუსიკალური საშუალებით წარმოჩენას. ანუ ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს არა იმაზე, რომ ზოგადად ადამიანი მუსიკა შეგვარია, არამედ ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, თუ რა არის აქტუალური სწორედ ამასაკის ბავშვებს, რომლებიც სწავლობენ საბაზო საფეხურს. მათი ემოციური მდგომარეობა და მათი ინტერესები. მხოლოდ ასე შეიძლება დავაახლოვოთ მოსწავლე მუსიკასთან. და გახდეს მუსიკა, ასე შეიძლება გახდეს მუსიკა მოსწავლის მისწორების ნაწილი. ეს თავის და ყველა ის პრობლემა, რაც მოსწავლეს აწუხებს, აი ეს პრობლემების განხილვა, ამ პრობლემების დანახვა მუსიკაში და ეს ამაზე შეიძლება ბევრი ისაუბრა და მუსიკის თემატიკა ამასაც ეხება, მუსიკა ყველაფერს ეხება და ამ მუსიკით შეიძლება ამაზე ისაუბრო მოსწავლესთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამასაკის მოსწავლეებისთვის, როდესაც პრინციპში ყალიბდება სწორედ ეხლა მაშინ აი ამასაკში ყალიბდება ფასეულობთა სისტემა და ფსიქოლოგიური ფსიქოტიპი ყალიბდება და ის დამოკიდებულება საკუთარ თავისადმი და სამყაროსადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მუსიკა და საზოგადოება ბუნებრივია. ეს არის ის პერიოდი, როდესაც მოსწავლე სწავლობს საზოგადოებაში შესვლას. მაშინ როდესაც დაწყებით ის მაინც არ არის სრულყოფილი საზოგადოების წევრი. აი აქ უკვე ის ემსადება იმისათვის, რომ გახდეს სრულყოფილი წევრი საზოგადოების. აქედან გამომდინარე, აი ეს თემატური ბლოკი აუცილებელი ამასაკის ბავშვებისთვის, ხო? რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ სოციალურ პრობლემებზე და არაჩვეულებრივად არის ეს ყველაფერი გადმოცემული მუსიკაში. სწორედ ემოციურ დონეზე, გამოსახელობით ხებით აი ამ პრობლემებზე საუბარი, სიმბოლიკის დანახვა, აი ამ სოციალურ პრობლემებს და ასე შემდეგ, ხო? ეს აუცილებელი და მუსიკით და სამყარო, ისევ და ისევ სამყაროსადმი სწორი დამოკიდებულება. ანუ მოსწავლემ უნდა იპოვოს ჰარმონია საკუთარი შინაგანი სამყაროს და გარსამყაროს შორის. აი ეს ბალანსის დამყარება, ამაზე გამახვილება ყურადღების, აი ეს იძლევა აი ეს თემატური ბლოკი ამის საშუალებას იძლევა. ანუ ეს თემები, რომელიც ჩვენ აუცილებელ თემად არ აგვაქვს შემოტანილი აუცილებელი თემები, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული თემატური არეალები. ესე იგი ეს უნდა ეხებოდეს მოსწავლის შინაგან მდგომარეობას და მის ინტერესებს, ანუ მის ადამიანურ ინტერესებს, მუსიკა და საზოგადოება, ანუ საზოგადოებრივ მოვლენებზე საუბარი და მუსიკა და სამყარო, ის რაც სამყაროს წარმოუჩენს მოსწავლეს მუსიკის მეშვეობით. აი ეს არის ის, რაზედაც ჩვენ გვინდა გაგვემახვილებინა ყურადღება და გამოგვეტანა ეს აქცენტები ყველაზე მეტად იყო გამოტანილი აი ამ ჩვენს რევიზირებულ სტანდარტში. ის მთავარი პოსტულატები, რომელზედაც მინდოდა მესაუბრა თქვენთან. არ ვიცი, მე შეიძლება ძალიან დაგღალეთ ამ საუბრით, მაგრამ მე შევეცადე რაც შეიძლება კომპაქტურად და რაც შეიძლება უიღოთ მრავალმხრივად წარმომეჩინა ეს ჩვენი სტანდარტი და მზად ვარ ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდა ან რაღაცა თავის შენიშვნა გააჩნია დამოკიდებულის გამოხატვა უნდა მზად ვარ ამას მოგუსმინო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ ბატონო დავით. რა თქმა უნდა იყო რამოდენიმე კითხვა, მაგრამ უფრო მეტი კი არა ძალიან ბევრი მადლიერების გამომხატველი კომენტარი არის დაწერილი თქვენს გაიცნობით ალბათ ლაივის შემდეგ. დიდ მადლობას გიხდიან ასეთი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული ვებინარისთვის. ერთ-ერთი კითხვა მინდა ესეთი გავაჟღერო, მაინტერესებსო სახელმძღვანელოები თუ შეიძლებაო, ერთ-ერთმა კოლეგამ დაწერა. რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება. მე ვერ ვიტყვი ახლა ძალიან დიდი განსხვავება იქნება სახელმძღვანელოებში, დიდი ესეთი ცვლილებები არა. შეიძლება უფრო გამდიდრდეს იმ თვალსაზრისით, რომ აი სწორედ ეს მუსიკალური შინაარსის თვალსაზრისით და აი მუსიკალური ეპოქის თვალსაზრისით რაღაცა თემები უფრო მრავალფერად გაიხსნას, ხო? აი ამ თვალსაზრისით შეიძლება უფრო გამდიდრდეს რა სახელმძღვანელოები. მაგრამ აი გეზი რაც იყო აღებული, ეს გეზი დარჩება. მადლობა.
და მინდა კიდევ ერთ რა ქვია დავაზუსტო, რომ ეს ახალი სახელმწიფო თუ შემოვა 27 წელს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ეხლა მომავალი წლისთვის ეს არაფერი არ მოესწრება. 27-28 წლის სასწავლო წელს. ანუ 27-28 სასწავლო წელში იქნება ახალი სახელმწიფო, ხო ბატონო დავით? დიახ, არ ვიცი ხა რამდენად მეორე კითხვა ეს რამდენად შეხვალთ ასეთ სიღრმეებში, იმიტომ რომ იმდენად ძალიან მინდაო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩავატარო დაწყებით კლასებშიო ინგლისურის და მუსიკისო და რა უნდა გავაკეთო პირველ რიგშიო არ არის იმდენად ფიქრობ. რა ვიცი, ეს შეიძლება მოილაპარაკოთ, აირჩიოთ რაღაცა საერთო თემა, რომელიც ინგლისურშიც ისწავლება და მუსიკაშიც არის რაღაც, შეიძლება ზუსტად იგივე არ იყოს, მაგრამ მონათესავე თემები და აი ეს ინგლისურად, ну, შეიძლება იქ რა ვიცი, ინგლისური მუსიკა წარმოაჩინოთ რაღაც გარკვეულ კონტექსტში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში არის უამრავი საშუალება. დიახ, გისმენთ ქალბატონო ინგა. ბატონო გახაბერ. ქალბატონო მარიამ. მე პირადად რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს იყო სრული კულტურული შოკი. მე მგონი აქ ადამიანი არ დარჩენილა, რომელიც ძალიან დიდი გულისხმით არ უსმენდა და ძალიან დიდი სიამოვნება არ მიიღო. უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ ვასწავლით მუსიკას ჩვენ სკოლაში თუ არ ვასწავლით სხვა საქმის მასწავლებლები ვართ, საოცარი ვებინარი იყო, საოცარი პრეზენტაცია იყო ბატონო დავით, უღრმესი მადლობა. ამას მოწმობს ზოგადად კომენტარები პირდაპირ ეთერში, რამდენი ადამიანი უყურებდა და რამდენი ათეულობით გაზიარება ჰქონდა ამ დღევანდელ შეხვედრას და რა თქმა უნდა ეს თქვენი დამსახურება არის იმ პროფესიონალიზმიდან გამომდინარე რა მასტერკლასის დღეს ჩაატარეთ თქვენ ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ და ულევ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენსაც. დაგეთანხმებით, ბატონო კახაბერ და მე როგორც აღნიშნე, რომ როცა გავხსენი ჩვენი ვებინარი აღნიშნე, რომ საოცარი გაზიარება, გამოხმაურება მოყვა ჩვენს პოსტს, როდესაც ასე ვთქვათ, გავაზიარეთ და აღნიშნეთ, რომ ვინ იყო ჩვენი სტუმარი. აი მეც მთელი ამ ლაივის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიყავი ჩემს მსმენელებთან ერთად, რა თქმა უნდა, თითქმის 160-მდე მივუახლოვდით ეს მინდა აღნიშნო, რომ ჩვენს პლატფორმაზე პირველად მოხდა ამდენი მაყურებელი ერთდროულად ლაივში, მოკლედ რეკორდი მოიხსნა, გილოცავთ. ბატონო დავით, ზოგადად ჩვენ შემდეგ გვყავს ხოლმე მაყურებლები, ვინაიდან და რადგანაც ზოგს ახლა მაინც ოჯახი, ან თვითონ არის ტრენინგზე, ან თვითონ არის ტრენერი, ან საღამოა გასული, მერე უყურებენ ხოლმე და სადღაც 10,000, 15,000 უახლოვდება ნახვები, მაგრამ ესე ონლაინ პირდაპირ 150-ს გადავაჭარბეთ, ესე მართლა არ ყოფილა და მოკლედ გილოცავ, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემო მსმენელებო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. უსმენდი და ვტკბებოდი თქვენი ტემპრი, საუბარი, სიღრმეებში ჩასვლა, აი ყველაფერი იყო რაღაცა უნიკალური, იდეალური და ჩვენ საუბრობდით კიდევაც იმაზე, თუ აი რამდენი გულშემატკივარი ყავს, რამდენი მადლიერი მასწავლებელი ყავს ბატონ დავითს და აი ნახეთ, თვალნათლ ნახეთ, მე პირადად პირველად მოგისმინეთ თქვენ და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ჩვენ პლატფორმაზე პირველი და ბოლო, ასე ვთქვათ, შეხვედრა, ჩვენ აუცილებლად გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას და კიდევ ერთხელ შევხვდებით ამის პირობას გასწრებთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩვენს მსმენელებს უბრალოდ მიმართავ, რომ რამოდენიმე წამში გაზიარდება ბმული, რომელსაც შეავსებთ და ავტომატურად მიიღებთ დასწრების უმნიშვნელოვანეს სერტიფიკატს, წარმატებებს გისურვებთ, წინასწარ გილოცავთ თუ რამე
და უშუალოდ პრობლემა იქნება, არ არის ამის ასე ვთქვათ, ну, პრობლემაც შეგიძლიათ დავუკავშირდეთ ქალბატონ ნინოს, ქალბატონ მარიამს, ბატონ კახაბერს, მე პირადად და ასევე ჩვენს კვეთს. მეც მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ დავითს და ეს იყო მართლაც შესანიშნავი ვებინარი ჩვენთვის საჭირო სხვათა შორის ხელოვნების გაკვეთილებზე ბატონო დავით ხშირად ვიყენებ ძალიან ხშირად ვიყენებ მუსიკას იმიტომ რომ მოსწავლეები რატომღაც მუსიკის ფონზე უფრო სხვანაირად ხატავენ, სხვანაირად იყენებენ ფერებს, ხაზებს, დაწყებით კლასებში განსაკუთრებით ხასიათიდან გამომდინარე. და ვიცით რომ ხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა პირად ცხოვრებაში, საერთოდ ხასიათისთვის და სკოლაში რა თქმა უნდა მუსიკის სწავლება, ხელოვნების სწავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი არის და ჩვენ სწორედ ჩვენი გუნდიც ამისთვის ვიღვწვით, ვბრძოლობთ რომ ეს საგნები წამოიწიოს წინ და მნიშვნელოვანი არის და გახდეს უფრო მეტად. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის, სტუმრობისათვის და რა თქმა უნდა, ინგას დავეთანხმები, გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენ მსმენელებსაც გავახარებთ, ასე რომ ვთქვათ და მეც ცოდნას შევძენ და მეც გამოცდილებას გავუზიარებთ. მადლობა. მადლობა მარიამ. ბატონო დავით, ერთი კითხვა მინდა დავსვა ცოტა გვიან მაგრამ ნახეთ რა მაინტერესებს ინტეგრირებული პროექტები ხელოვნებასა და მუსიკაში ეს იგეგმება საშუალო საფეხურზე ხო როგორც მესმის საშუალო საფეხურზე ახლა გადის პილოტირებას ეს სახელმძღვანელო და ნუ იმედია რომ მოკლედ საინტერესო თან ნელ-ნელა დიდრდება რესურსებით ჩვენ კი გავაკეთეთ რაღაც რესურსები პირველადი ასე მაგრამ ვიქიდან გამომდინარე როგორ მიმდინარეობს პროცესი აი რაღაც ვამდიდრებთ ამ რესურსებს და აი რომ დამთავრდება ეს წელი ეს პილოტირება მე შემიძლია უფრო დაწვრილებით ვისაუბრო აი ინტეგრებულ სწავლებას და აუცილებლად ექსკლუზივს დავიტოვებთ და პირობას თქვენგან რომ გვეწევთ რა თქმა უნდა ჩვენს მსმენელებს ძალიან აინტერესებთ იმიტომ რომ ეს არ არის რამოდენიმე საგნის ინტეგრაცია, როდესაც ხდება განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიულია პროექტით და ბევრი საგნის მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი ხდება უფრო მეტად. მე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი შეხვედრისთვის, არ ვიცი რა ვთქვა, მოკლედ ეს არის კიდევ ერთხელ ნახეთ რომ მუსიკა არ არის მხოლოდ ნოტები და მელოდია და არის საშუალება როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა საკუთარი თავი, ისწავლოს მოსმენა, დაეუფლოს ემოციების მართვას და სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობას და მართლაც ძალიან საინტერესო შედეგზე ორიენტირებული ვებინარი შედგა კომენტარებში აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი მსმენელები კითხები მართლა ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ძირითადად უღრმეს მადლობას გიხდიდნენ და ყოველთვის გისმენენ სიამოვნებით და мотивация ხართ მოკლედ მათთვის ასეთ კომენტარებს კითხულობდით და წარმატებებს გისურვებთ და უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც ჩვენ ერთის მხრივ ჩვენ გუნდს მოგვეცით და მეორეს მხრივ მასწავლებლებს მე ჩემი მხრიდან მინდა ყველას უსურვო წარმატება, განსაკუთრებით თქვენ ჯგუფს და თქვენ გუნდს, გაფართოებას, გაძლიერებას, მრავალ საინტერესო ვებინარს გისურვებდით თქვენს და თქვენს აუდიტორიასაც. და დიდი მადლობა პედაგოგებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერით გარეშე არაფერი არ გაკეთდება, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ და ბოლოს ესეთ ესემე კომენტარს წავიკითხავ. არ შეიძლება ნასიამოვნები არ დარჩე, ასეთი შეხვედრით. საოცარი ტემბრი, გადმოცემის საუკეთესო უნარი. გმადლობთ ასეთი სიამოვნებისთვის. ბატონო დავით. მადლობა. გიხდიან მოკლედ, არ წყდება მოკლედ მე ჩაუჯექით ჭიქა ყავასთან თუ ჩაისთან და წაიკითხეთ მოკლედ ეს საწყარი SMS-ები და თქვენთვის მოძღვნილი მოკლედ კომენტარები. მადლობა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.
დრო არის რომ გამოვავლინოთ. მე მგონი ხო? ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს ხოლმე სიურპრიზი ჩვენი მსმენელებისთვის, გარდა იმისა, რომ ისინი მიიღებენ კუთვნილ სერტიფიკატს, ასე რომ დაესწრნენ, ასევე ჩვენ გამოვავლენთ ხოლმე არა მარტო ჩვენ, არამედ Facebook გვერდი, ჩვენი გვერდი, ყველაზე აქტიურს, ყველაზე ორიგინალურად, ასე ვთქვათ, თუნდაც დასმულ კითხვით, ხო? ესე არ არის, კოლეგებო? ან რაღაც გამორჩეულ სამი ყავს დღეს თუ ხუთი, რა გადავწყვიტეთ. არიამს კითხოთ და ბატონ გახაბეს. გადავცემთ კიდევ უფრო მნიშვნელოვან სერტიფიკატს, ესე მოტივაციისთვის. ორს დავასახელებ, მესამეს დავუთმობ გახაბეს. ბატონო, მე მოდისმეთ. კი. ლიკა ორაგველიძე აქტიური იყო სხვათა შორის და შინაარსიან კომენტარებს აკეთებდა კი და თამარ გიგიაძეთ მოვიხიბლე ძალიან. აი, ქალბატონი თამარ გიგიაძის წავიკითხე ბოლოს, გულმა მიგზნო, მე მართლა. კი, მივხვდე. გილოცავთ კოლეგებო, მესამეს გთხოვთ დაასახელოთ. ლიკამ განსაკუთრებული მოკითხვა, იმიტომ რომ ორაგველიძე მივხვდით მაგას. გამიხარდა. მესამე მასწავლებელი როგორც ჩანს ხელოვნების მასწავლებელია, რომელიც აქტიურად იყენებს მუსიკას მის გაკვეთილებზე და ეს არის ქალბატონი მარინა ომანაძე, რომელიც ძალიან საინტერესო კომენტარებს იღებდა ვებინარის მიმდინარეობის დროს. გილოცავთ ქალბატონო მარინა დღევანდელს, თუმცა რა თქმა უნდა ყველა მონაწილე მიიღებს, ვინც შეავსებს მუს, ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ქალბატონი მარინა კი მიიღებს კიდევ ერთ დამატებით გამორჩეულ სერტიფიკატს და ყველა სამივე გამარჯვებულს რა თქმა უნდა ულოცავ. ნამდვილად, როგორც ჩვენი წესიდან გამომდინარე, საღამოს 12 საათამდე დაახლოებით გამოვა ცხადებთ და ასევე ჩვენს გვერდზე დავდეთ იმ სამი გამარჯვებულის სერტიფიკატს, დანარჩენებს კი მოგივათ გმელზე. კიდევ ერთხელ მიიღეს ელფოსტაზე, ვინც შეავსო, თავარია სწორად შეავსონ, მონაცემები ავტომატურად მიდით ელფოსტაზე. კი ბატონო, მაშასე, გილოცავთ კიდევ ერთ უნიშნელოვანეს დღეს წარმატებები. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, უღრმესი მადლობა წარმატებებს ვიხილავთ ყველას.